საღამომშვიდობისა როგორ ხართ? აბა როგორი ემოციებით ხარ ახალგაზრდა? ზუსტად ვიცი რომ ძალიან ბევრი გაქვს მოსაყოლი და მინდა დავჯერ ყველაზე მძიმე ამბით დავიწყო ლაივი. შენც გეწოდინება ალბათ ვარლამ გოლეთიანის მამა. უი არ ვიცი, ეხლა გავიგე. მიკროფონს რამდენიმე წამი გაგიჩავ გაურებულია ხმა. ვარლამ გოლეთიანის მამა ლევან გოლეთიანი გარდაიცვალა. უსამძიმრებ ოჯახს, მრევლს და გაძლებას და გამძლეობას უსურვებ, მართლაც უკარგესი ადამიანი. მე და შენ ნამუხვანში ქონდა მაგ ადამიანთან შეხება, მე არის მიშენი ხმა. 8 თვის განმავლობაში ვიყავი იქ და ყოველ მეორე საღამოს, როდესაც ამოდიოდა არჩიბალდ, სულ სხვანაირი სულის პატრონი იყო. დარბევები იყო თუ რა იყო. არ იცოდი? ამ წამს გავიგე. სოციალებში ის რომ მე შესაკუთარი მოხუცი მამის მოვლის ამბავში ვარ მეტყო მაგიტომ კაია რომ გავიგე ხა ისედაც გავიგებდი მაგრამ რომ მორჩება ეთერი დაურეკო მიუსამძიმრო ძალიან ძიმე დღეებს გადის ახლა ოჯახიც მრევლიც და უთანაგრძნობდა იმართლა ქვადა კლდე ადამიანი იყო დარბევების დროს არ დამავიწყდება მისი ქმედებები როგორ პროხირო წიწილებს გადაეფარება და გადაეფოფრება, შვილებს ისე გვეფოფრებოდა ხოლმე და ისე გვიფარავდა ხოლმე და არაერთი შეტაკების დროს მისი ლოცვაც, მისი მზრუნველობა წარმოგკლებია იქ და მართლაც დასაფასებელი ადამიანია და უფალმა გაანათლოს მისი სული. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას და ყველა ადამიანისთვისაც ის ძვირფასი იყო და არ იყო უბრალოდ ნაცნობებისთვის ძვირფასი ადამიანი, იმიტომ რომ ნამახვან ჰესის პროტესტი ცდება ერთი უბრალო პროტესტის შინაარს, ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთადერთი პროტესტი, როდესაც უზარმაზარ კაპიტალთან მოხდა დატაკება და ჩვენ ყველა კარგად ვიცით რომ როცა უზარმაზარ კაპიტალს ეტაკები, მან თქოსი, ნაცი, ყველა ერთად ერთიანდება, გახსოვთ ყველას კარგად როგორ აშავებდა სახელმწიფო მედიაც, ოპოზიციური მედიაც, რაღაცა და ტაქტიკები ჰქონდათ სხვადასხვა უბრალოდ რა გასაშავებელი და უპრეცედენტო შემთხვევა იყო და ამაყივა რომ მაგ პროტესტების მონაწილე ვიყავი ვარლამთან ერთად, მისაც უკვე განსვენებულ მამასთან ერთად აცქონოს ფობა მისი სული და ზოგადად რაღაც ძალიან მართლა ისეთი ისტორიული პროცესები იყოს და გულსატკენია ნამდვილად. მადლობა სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ და უნდა შევეხოთ თემას. შენ იყავი ინდანში. არ ვიცი რატომ მოხდება ეს უბრალოდ ხმა, მაგრამ იმედია გამოვასწორეთ. ჩემთან არ მეორდება სხვათა შორის. ჩემი ხმა მეორდება. რატომ? ხო გავაკეთოთ კითხვას რო დასვამ. მე უნდა დავიწყო, იმიტომ რომ ცუდი ხარისხი გამოვა. ეკავთი შავე ხა მიკროფონს რომ ეგეთი არ მოხდეს და კი. და შენ მადლობა არჩიბალდ, მინდა ისაუბრო, ვიცი რომ იყავი პატივის მისაგებად იმ ერისთვის ჩასული და აიათოლას დაკრძალვაზე და ცერემონიალზე იმყოფებოდი. არაერთი კადრი გადაიღე, მერე უკვე შეხვედრები გქონდა და მინდა ამ ყველაფერზე ისაუბრო. რას გვიჩვენებენ ჩვენ საზოგადოებას საქართველოში, რა არის დღევანდელი ირანის სახელმწიფო და რა რეალობა დაგვხვდა იქ. ძალიან საინტერესო იქნება ახლოდან დანახული და შენ ცოტა ისეთი პროგრესული ახალგაზრდა ხარ, აქტიური ტიპაჟი ხარ და ზუსტად ვიცი რომ ბევრ ამას მოვედებოდი და ბევრის თქმაც შეგეძლება. იყო ზუსტად. დიდი მადლობა, ცოტა ძალიან მძიმე არის ხა ესეთ რაღაცა პრაგმატულ გეოპოლიტიკაზე გადასვლა ესეთი ამბის შემდეგ როგორც ხაი. იმიტომ რომ ჩვენთვის და თეკლასთვის ვარლამის მამა არ იყო უბრალოდ რაღაც ტელევიზორიდან ადამიანი, პირადადაც მქონდა შეხება და ძალიან რთულია, მაგრამ მომიწევს გადასვლა. მოკლედ ეს იგი დასაწყისისთვის ესე იგი კარგად იყო ფორმულირებული კითხვა, მადლობა ამისთვის. დასაწყისთვის მინდა კარგად, იმიტომ რომ ბევრს ვილაპარაკებ ხა ამ გამოცდილებაზე, ამ იქ წასვლაზე და მინდა რომ ძალიან სალსახა იყოს თავიდანვე, ანუ ვინ ლაპარაკობს და რატომ ლაპარაკობს. ანუ მე ანუ რა პერსპექტივიდან ლაპარაკობ, ხო? პირველი მე არა ვარ უბრალოდ ჟურნალისტი, რომელიც გააშუქა იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, იქის დაგზალეს, აქედან ამაზე ეს კომენტარი გააკეთა, არა. მე ვარ ბლოგერი, ჟურნალისტი, აქტივისტი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ძალიან მკვეთრი პოზიციები ყველა საკითხზე და არა ვარ უბრალოდ გამშუქებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩემი ვიზიტი იყო
ორი რაღაცის გაერთიანება, ერთი როგორც უბრალოდ რაღაცა პოლიტეკონომით დაინტერესებული ჟურნალისტის, ანუ რომელიც გეოპოლიტიკურ თემებსაც აშუქებს, რომ სუფთა როგორც არის ჟურნალისტური ინტერესით გაშუქება რაღაცა ისტორიული მოვლენის და მეორე როგორც ადამიანის, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, რომელსაც გააჩნია საკუთარი პოზიციები, მათ შორის ირანთან დაკავშირებით. და ეხა ეს მინდა განმარტო, რომ სანამ გადავალ იმაზე, რომ იქ რა ვნახე რა ისა, რომ ანუ რომ ცხადი იყოს, რომ მე რა პერსპექტივიდან ლაპარაკობ. ხა შეიძლება ამაში ვიღაცა მეთანხმება ან არ მეთანხმება, მაგრამ რომ ცხადი იყოს, რომ მე რა პერსპექტივიდან ვსაუბრო. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ იცით, რომ მე ვარ სოციალ-დემოკრატი, ანტი-იმპერიალისტი, რომელიც თანამედროვე სამყაროში, სადაც გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ჰეგემონიის სათავეში დგას ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის რეგიონალური, ესე იგი, როგორც თქვა, ბულდოგი არის სიონისტური რეჟიმი ისრაელი, რომელიც 1948 წლიდან ეწევა ხალხთა გენოციდს, ხოცვას მანამდე ეს კი პირველი ტერორისტული ორგანიზაციების საერთოდ სიონისტების მიერ იყო შექმნილი, ოფიციალურად ბრიტანეთის, ამერიკის, საფრანგეთის მიერ აღიარებული ტერორისტული ორგანიზაციები იყო ირგუნი და ასე შემდეგ 20-ან 30-იან წლებში, რომელთა მთავარი ტერორისტები მერე ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრები და ესენი გახდნენ და არავის ამაზე პრობლემა არ ქონია, ხო? შესაბამისად, მე ვლაპარაკობ პოზიციიდან, საიდანაც ჩემთვის მნიშვნელოვანია დავინახო ისეთი ქვეყნები, რომლებიც აქტიურ პოლემიკაში და დაპირისპირებაში არიან, რუსეთი არ არის ფინანსურ ეკონომიკურ დისკუსიაში დასავლეთთან რუსეთს აქვს პრობლემა რომ უბრალოდ ფულს და ძალაუფლებას ვერ იყოფენ იმასთან რა ქვია სერგეისაც უნდა სასახლე ნიუ-იორკში და არიქა ეხა ლონდონის საფონდო ბირჟებზე გვინდა ჩვენს რუსეთს კაპიტალი. ირანის პოზიცია ეს არ არის. ირანმა გაიარა ძალიან რთული მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო ჯერ საკონსტიტუციო რეფორმები, ანუ შაჰს აიძულეს რომ პირველი საკონსტიტუციო რეფორმები დაიწყო მე-20 საუკუნის დასაწყისში. რომ ანუ რაღაცა ამბოხის ტალღა იყო და შაჰს აიძულეს რომ სასულიერო ზედამხედველობა ჩაედო ბუნებრივი რესურსების პრივატიზაციას და ასე. თუმცა ამან არ გაამართლა და მაინც ყველაფერი იყო გაყიდული ამერიკულ ბრიტანულ კომპანიებზე. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1953 წელს ირანმა აირჩია აბსოლუტურად დემოკრატიულად, სრულიად სეკულარული სოციალ-დემოკრატი მთავრობა მოჰამედ მოსადეღის ხელმძღვანელობით, რომელმაც ნაციონალიზაცია გააკეთა ბუნებრივი რესურსების, თავადაზნაურობას მიწები ჩამოართვა, ხალხს მისცა და ეგრევე ერთი წელიც არ დაჭირდა, ცოტა ზუსტად გამსახურდია გაგახსენდება, ის ზუსტად ერთი იგივე ისტორია, ერთი წელიც არ დაჭირდა, რომ CIA-მ ოფიციალურად აღიარებულა, თვითონ CIA აღიარებს, რომ ესო ცუდი საქციელი იყო, რომ ის სახელმწიფო გადატრიალება მოვაწყეთ ირანშიო. 53 წელს, ანუ სეკულარიზმი და ის არ არის დასავლეთის პრობლემა. დასავლეთის პრობლემა არის ბუნებრივი რესურსები და გეოპოლიტიკური ინტერესი. იმიტომ რომ რაც 53-ში დაამხეს მოჰამედ მოსადეღი, დააბრუნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შაჰის ხელისუფლება და შეიქმნა რაღაცა თითქმის 30 წლიანი ტერორი, რასაც მოყვა ისლამური რევოლუცია 1979 წელს. ხო, იმიტომ რომ სხვანაირად იქ რო რაღაც რამე კაი ხდებოდა, ამის გამო ხა ისლამური რევოლუცია ხო ვერ მოხდებოდა, ხო? ანუ ჯოჯოხეთი ტრიალებდა. შეუძლებელად მოსახლეობის 1% დაშრიალებდა იმითი მინიიუკებით, ყველაფერი იყო ის რა ქვია პრივატიზებული გაყიდული ამერიკულ კომპანიებზე, რაღაცა ოქროს თებშებიანი სადილები შაჰისთვის და თავადაზნაურობისთვის, რომელიც სხვათა შორის თავს მემკვიდრედ მიიჩნევდა სპარსეთის იმპერიის და რომელიც დაამხეს ისლამური რევოლუციით და არა მხოლოდ მონარქია დაამხეს, არამედ სპარსეთის იმპერიის მემკვიდრეობას, პოლიტიკური მემკვიდრეობას დაიგო ამით და აქ რაღაცნაირად ძალიან სასაცილოა ხოლმე, რომ შაჰ-აბასზე რო გელაპარაკებიან ხოლმე ქართველი ლიბერალები და შაჰების დროშებით რო დარბიან ქუჩებში თან და თან რო გეუბნებიან, რომ მოდი ეხა შაჰები და ვაბრუნოთ ირანში არ გვინდა თქვათ ისლამური რესპუბლიკა, რომელმაც ისტორიული ესა რა ქვია მემკვიდრეობას კი დაგმო სპარსეთის იმპერიისა. შესაბამისად, ჩემი პერსპექტივა და ახლა გამოვწურავ ამას, ჩემი პერსპექტივა არის გლობალური სამხრეთის მხარდაჭერა ეკონომიკურ ჭრილში, ანუ როგორ შეიძლება რომ განავითარო საკუთარი ქვეყანა და მისთვის რაღაც სიკეთები აკეთო ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური სისტემების მიღმა, მისგან არა მარტო მიღმა, არამედ ისეთ მკაცრ სანქციებში, რომელიც რუსეთს არასდროს არ დაესიზმრება 47 წლიანი ეგეთი, აი 10ჯერ რო გაამრავლა რუსეთის სანქციები, დაახლოებით ეგეთი სიმძიმის სანქციები არის და 47 წელია ამაში ცხოვრობენ. შესაბამისად, ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იყო. რაც შეეხება თვითონ სახელმწიფოებრივ მოწყობას და იდეოლოგიას, მე არა ვარ ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ მთელი სამყარო უნდა იყოს ერთი გლუვი რაღაცა სივრცე, სადაც
ერთი რაღაცა რომელიღაცა კონკრეტული ცივილიზაცია იქნება ეს ანგლოსაქსონური თუ რავი იაპონური თუ ჩინური თუ რუსული თუ რომელიმე სხვა რომ ისეთი უნდა იყოს მთელი დედამიწა რაც არის ნორმა იაპონიაში ის ვერასდროს ვერ გახდება ნორმა საქართველოში ან საფრანგეთში ან რაც არის ნორმა ისლანდიაში შეიძლება ვერასდროს ვერ გახდეს ნორმა ირანში ან ასე შემდეგ შესაბამისად მულტიცივილიზაციურობის კონტექსტიდან საუბრობ და მხარს ვუჭერ რომ სამყარო არ არის ერთი ცივილიზაცია არამედ სამყარო არის რამდენიმე ცივილიზაცია რომელიც მოგვეთხოვება ერთმანეთის პატივისცემა. ახლა შენ თავში აღნიშნე, რომ არა მარტო როგორც ჟურნალისტი იყავი, არამედ როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი დაკრძალვაზეც იყავი ჩასული ირანელი ხალხისთვის პატივისცემის გამოსახატათო. არა მხოლოდ ესე იგი ასე ვიტყვი, რომ და ეს ყველა ვნახა ხო, რომ 46 მილიონი ადამიანი რო იყო ჯამში დამსწრე ამ იმისი რა ქვია დაკრძალვის ცერემონიის 6 დღე გრძელდებოდა. არა მხოლოდ მათთვის პატივისცემად გამოსახატად ვიყავი არამედ ძალიან ესე აღმოჩნდი ეს მე თვითონ მიუმართე ირანის საელჩოს რომ ძალიან გთხოვთ თუ არის შესაძლებლობა რომ ჟურნალისტების იმიტომ რომ ეგეთი ღონისძიებების ხო ეხლა რომის პაპი რო გარდაიცვლება ვატიკანი გასცემს აკრედიტაციებს ასე შემდეგ აი ეგეთი სისტემა იყო და ძალიან ესე გთხოვე და არ მითხრეს უარი და ძალიან ბედნიერი რა ვიცი თითფრინავი რომელშიც აღმოჩნდი რითაც მივდიოდი ეს იყო ძირითადად მარნეულიდან მრევლი ანუ იცით რომ საქართველოში ყავს მუსლიმი მოსახლეობა და იმის ნახევარი არის შიიტი ესე იგი იმხელა სითბო და სიყვარული იყო უკვე თითქმის რომ დამინახეს ადამიანებმა რომ ანუ მარტო ირანელი ხალხისთვის მისასამძიმებლად კი არ ვიყავი არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვისაც ვისთვისაც ის არის სულიერი ლიდერი და თამარა ჩერგოლეიშვილა და გიგა ბოკერია არ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება საქართველოს პატრიარქი ან რომის პაპი ან შიიტების აიათოლა და ასე შემდეგ ეხა გიგა ბოკერიას გადასაწყვეტი ეს არ არის რა ნამდვილად საქართველოს პატრიარქი ვინ იქნება თუ ვატიკანის რომის პაპი და კიდე აიათოლა და ასე შემდეგ ხო შესაბამისად ჩვენი სამოქალაქო ინტეგრაციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სოლიდარობის აქტები იმიტომ რომ გახსოვთ ჩვენი პატრიარქი ილია მეორე როდესაც პატრიარქი გარდაიცვალა ყველა ღონისძიება გააუქმეს და ეს პატივისცემის ნიშანია ძალიან დიდი და სხვა შორის იყვნენ კიდევაც ყველანი თითქმის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულები. ბატონო, შესაბამისად, ჩემთვის რაღაც ახეთ ინტერვიუების გავიცი ირანის ტელევიზიებთან და ასე შემდეგ და ან სასიხარულო რა თვითონ ირანელმა ხალხმაც ნახა ეს და დაინახა, მაგრამ პირველ რიგში ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის და ქართველებისთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო ინტეგრაცია და ის რომ ჩემმა თანამოქალაქეებმა დაინახეს ეს რომ არსებობენ საქართველოში ადამიანები, ვისთვისაც ელემენტარული ზრდილობა, პატივისცემა რაღაცა არის ყველანაირი პოლიტიკური კონიუნქტურაზე მაღლა და შეგიძლია ამ რაღაცებს გადავიჟოთ. ნუ ეხლა ამის გარდა კიდევ თქვი რომ მე როგორც აქტივისტს კიდე რა შეხედულებები მაქვს ამასთან დაკავშირებით. პირველი ხა დავიწყებ რა ნახე ადგილზეო, ხო? ესე იგი ჩავედით თუ არა, მეორე დღესვე დაიწყო, ანუ 2 ივლისს ჩავედით და 3 ივლისს უკვე დაიწყო თეირანში ოფიციალური საჯარო პანაშვილი. პირველი დღე იყო მსოფლიო ლიდერები, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, საქართველოს ეკლესიას უბრალოდ არ აქვს მგონი საკუთარი ეკლესია ირანში. და ამიტომ თორე ყველა იყო კათოლიკური ეკლესია, სომხეთის სამოციქულო ეკლესია, ყველა საერთოდ, ანუ იქ ადგილზე ვინც ოპერირებს, ყველა იყო სამძიმარზე ოფიციალურად მისული. მე დაიწყო უკვე სახალხო. ეს სახალხო იყო იმდენად ვინმეს არ ეგონოს ახლა მაყურებელს რომ მეორე მხარესაც არ მოგიყვებით, ის ოპოზიცია ხალხიც გავიცანი. და იმათ პერსპექტივასაც მოგიყვებით. მოდი ეს ქრონოლოგიურად მიუყვები რა ვნახე და როგორ ვნახე. ნუ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმისა, რომ ესე დაგვაფასეს ქართული დელეგაცია და დაგვახვედრეს ფერეიდნელი ქართველები, როგორც მასპინძლები, ანუ ჩვენ გუნდში ვინც იყვნენ მასპინძლები, ჩვენზე იყვნენ მომაგრებული ფერეიდნელი ქართველები. რაც სხვათა შორის რაღაცნაირ შურს იწვევდა საერთაშორისო ჟურნალისტებში, რომ ხო ხტები ყველა სხვადასხვა ქვეყნიდან და რა თქმა უნდა ინგლისურენოვანი მასპინძლები იყვნენ რა და თქვენ რომ ამხელა პრივილეგია დაგახვედრესო, ესე იგივე რომ ქართულენოვანი მასპინძლები დაგახვედრეს პირდაპირ და მეთქი რას ვიზავთ? მეთქი ეხა ეგრე არ არის მეთქი ჩვენ კიდე სხვანაირად ვაგდებით მეთქი ხო ის იყო რაღაცნაირად მე 3 ივლისს ანუ 4 ივლისს დაიწყო ხალხის გამოსვლა და
ну ხა ჩემთვის ხო ხტები ხა მიცხოვრია დიდ ქვეყნებში როგორც აი რავი დიდი ბრიტანეთი რაღაცა მაგრამ ეგეთი მასშტაბური ღონისძიება არსად არ მინახავს იმიტომ რომ ხა თვითონ დონალდ ტრამპმაც თქვა რომ არ მეგონაო ესე თუ ნუ გასაგებია რომ აფერისტობაო არ მეგონა რომ ესე უყვარდაო ირანელ ხალხს აიათოლა ალი ხამენეიო რა იმიტომ რომ მართლა ეხლა რაღაც ის ისტორიული სანახაობა წარმოიდგინე ქუჩაში მოდიხარ და ქუჩა არის 20 კილომეტრი და არის თავიდან ბოლომდე სავსე და 20 კილომეტრი წარმოგიდგენია და რაღაც 10 მილიონი ადამიანი მოდის ამ ქუჩებს და ეგეთი რამდენიმე ქუჩა მიდის მთავარი მოედნისკენ ხო და ძალიან შტაბეშტავი იყო რა თქმა უნდა რაღაცა მედიისთვის არსებობდა სპეციალური ადგილები სადაც ადიოდი და ზევიდან შეგეძლო კადრები გადაგიღო და ესენი გადაღებული მაქვს კარგად მაგრამ მე თვითონ წავედი და მეთქი არ მიქაი თვითონ ხალხში მინდა გავლათქო რა პროცესია და ასე შემდეგ. და ეს იგი ისეთი ის იყო რა ქვია შთამბეჭდავი და ემოციური რომ ეს იგი როგორც კი რაღაც ან ტელეფონზე დაილაპარაკებდიან რაღაც ეგრევე ხო ხდებოდნენ ყველა რომ უცხოელი ხარ რა მოდიოდნენ ქალები, კაცები გელაპარაკებდნენ ვინ ხარ, საიდან ხარ, რომელი ქვეყნიდან მეუბნებოდი საქართველოს ო გორჯისთან რაღაც ეს და ძალიან უხაროდათ რომ აი ძალიან მადლიერები ვართ რომ ესე ჩამოხვედი და ესე ჩვენ გვერდში გვიდა ხართ და რაღაც ჩემთვის მართლა ძალიან ემოციური იყო. რაც თავარია ეს კი ბევრი როარ გავაგრძელო ამაზე ხა ჩემს გარეშეც ახლა ყველა ნახავდით ინტერნეტში რა ხდებოდა დაკრძალვაზე და ასე შემდეგ მოკლედ რომ შევკრა ეს ამბავი ესე იგი პროცესია დაიწყო თეირანიდან შემდგომში გაგრძელდა 6 დღე გრძელდებოდა თეირანიდან დაიწყო შემდგომში გაგრძელდა ყომი არის ირანის სასულიერო ცენტრი იქ არის სასულიერო სემინარიები და ძველი ქალაქია რა ძალიან ისეთ ლამაზი შემდგომ გადავიდა იქ ყომიდან გადაიყვანეს ერაყში იმიტომ რომ ერაყში არის შიიტების მთავარი წმინდა სალოცავები ჰუსეინ იბნ ალის სახსასრული სადგომი შედგა ყარბალასა და ნაჯაფში და იქ ცალკე იყო 30 მილიონი კაცი სხვა ქვეყანაში გადაიყვანეს წარმოიდგინე და იქიდან უკვე საბოლოო განსასვენებელი ახლა ამას რატო უყვები რომ გესმოდეთ რა მოხდა ზოგადად ისლამურ სამყაროში და ირანის აქ მასშტაბებზეა საუბარი და ამიტომ აუცილებელია ხაზგასმაც პოლიტიკური მემკვიდრეობა დაკრძალეს ბოლოში მაშჰადში არის ირანის ჩრდილოეთში ქალაქი სადაც არის დაკრძალული იმამ რეზას განსასვენებლის გვერდზე ეს ისეთივე რაღაცაა დაახლოებით ვინმე რომ ქრისტიანული სამყაროსთვის რო გადმოვთარგმნო ხა აი ვინმე რომ მაცხოვრის ტაძარში დაკრძალონ რომელიღაცა პატრიარქი ან ლიდერი აი ამ მასშტაბის პოლიტიკურ სულიერ პატივზეა ლაპარაკი იმიტომ რომ მისი მოწინააღმდეგებიც კი აღნიშნავდნენ ირანში რომ ესე იგი იმიტომ მეზიზღება ამერიკა და ისრაელი რომ ზუსტად ის მისცეს რაც მას უნდოდაო ანუ მისი მოწინააღმდეგების აზრს გეუბნებოდნენ რა რომ ეს მოწამეობრივი სიკვდილით აღსრულება და სამუდამოდ ესე იგი დარჩება როგორც ესე იგი რაღაცა ისლამში არ არსებობს ესეთი წმინდანის გაგება მაგრამ რაღაცა წმინდანთან გათანაბრებული ადამიანის სტატუსითო რა და ამიტომ მისი მოწინააღმდეგების კი აკრიტიკებენ ისრაელს და ამერიკას რომ რატომ ამ გზითო რა იმიტომ რომ ეს საბოლოო ჩაცემენტებას ნიშნავს სახელისაც ავტორიტეტისაც და შესაბამისად ისლამური რესპუბლიკისაც. ეს რაც მინდოდა თვითონ ამ დაკრძალვაზე მე თქვა და მე თვითონ პირადად რომ ბევრი აღარ გავაგრძელო, გასაგებია ინტერნეტში ბევრი ვიდეო, ასე შემდეგ თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ რა მასშტაბის მოვლენებზე იყო საუბარი. ახლა თეკლა თუ შეიძლება შენის ნებართვით გადავალ, რაზეც მისაუბრია შენს ლაივში ადრე გახსოვს ერთხელ ირანზე თემა გქონდა და რაღაც ირანის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, სოციალურ პოლიტიკაზე საუბრობდი და იქ რაღაც სტატისტიკები მოვიყვანე შენთან რა მაშინ ძველ ლაივში და ამის ჩემი თვალით ნახვა იყო ძალიან შთამბეჭდავი. ახლა ახსნი რა ბოლო ლუკმად მოვიტოვოთ ფერეიდან ირან. ხო აი ყველაზე ეს რა ქვია ტორტი ბოლოში. გემრიელი ლუკმა. კი ტორტი ბოლოში. ესე იგი თავშივე აღნიშნოთ რომ ესე იგი როცა რომელიღაც ქვეყნის ეკონომიკურ ან სოციალურ ან რაღაცა პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ სამწუხაროდ საქართველოში გინდა ამ ევროპა მადიდებლებმა და გინდა ამ რუსეთ მადიდებლებმა დაამკვიდრეს რაღაცა ეგეთი აზროვნება რომ თუ რამე ქვეყანაში რამე კაია ესე იგი არიქათ როზე გავარდით შეუერთდეთ ხელი მოვაწეროთ თუ რაღაც სისულელები ანუ ხალხო ანუ ვიღაცას რომ რაღაცა კარგად გამოზდის იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად ეხლა უნდა შევუერთდეთ ან რაღაც ისა ხო უბრალოდ მე გადმოვთარგმნოთ ეს ჩვენს კონტექსტზე ხო ესე იგი თავშივე ვიტყვი რომ გასაგებია ხო რომ შვეიცარიაში უკეთესი სოციალური
ეკონომიკური მდგომარეობა, ვიდრე 47 წლიანი სანქციების პირობების ირანში. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არის, ხო? ანუ ეს ორჯერ 2-4, იმიტომ მე რეიციან ხოლმე, რომ აბა ეხა პარიზი ჯობია თუ თეირანი თუ რაღაცა და ანუ და მე უნდა ახსნა, რომ პარიზი რატო არის პარიზი და თეირანი რატო არის თეირანი. ხო და ამიტომ ესე თავშივე ამას გასაგებად ვიყავ. ხო, ყველა ქვეყანას აქვს თავის ლოკალური ისტორიული კონტექსტი. ესე იგი 1979 წლის რევოლუციამდე წარმოგიდგენთ, ეს კი აი შესავალად გამომადგება, რომ მიხვდეთ რა მასშტაბის სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები ჩატარდა. ირანის მოსახლეობა იყო 31 მილიონი, დღეს არის 94. ანუ ხვდებით რა მასშტაბის სამედიცინო, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური პროექტები უნდა განახორციელო, რომ მოსახლეობა 3-ჯერ გაზარდო 47 წელიწადში. ჩვენ გვაკლდება და 3-ჯერ გაზარდეს, ანუ ბავშვთა სიკვდილიანობით იყო პირველ ადგილზე. ესე იგი, რა იყო განსაკუთრებით ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი რისი თქმაც მინდა ეხლა შენთან ლაივში მაშინ თქვი რომ ესე იგი ძალიან მცდარი წარმოდგენები არსებობს რომ აი ყველაფერი რა წარმოდგენები რაც ვიცით ცოტა ესე გაბუქებული რა რომ აი ქალებს ამის უფლება არ აქვს ქალებს იმის უფლება არ აქვს ეს ყველაფერი ხალხო არის ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი საუდის არაბეთი სადაც მხოლოდ 3 წლის წინ მიიღეს ქალებმა საერთოდ მართვის უფლება. 2 წლის წინ მიიღეს საუდის არაბეთში ქალებმა სახლიდან კაცის რეშე გამოსვლის უფლება. და ამაზე არც ევროკავშირს არ აქვს პრობლემა, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ ისრაელს არ უწევს წინააღმდეგობა საუდის არაბეთი და მეტიც ცნობილია ისლამურ სამყაროში, რომ ისრაელზე გაყიდული ვაჰაბისტური მონარქია მართავს საუდის არაბეთს, რომელიც ტერიტორიაზე საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებია განთავსებული, ხო? ანუ რაზე არის, ხო, საერთოდ ლაპარაკი, გასაგებია ყველაფერი, ხო? ესე იგი 72% საბუნებისმეტყველო საგნებზე უნივერსიტეტში არიან ქალები, ანუ ფიზიკა, ქიმია და შემდეგ რო გითხარი ხა რომ აი იმ პროცესიაში გავიარეთქო და განსაკუთრებით ქალები ვინც გავიცანეთქო. ესე იგი, განსაკუთრებით ხა ვიცი რომ შენი მაყურებელი ძირითადად არის კონსერვატიული საზოგადოება. ანუ ნახე რა გააკეთეს რეალურად რევოლუციის შემდეგ. კონსერვატიული საზოგადოებისგან ხა ამას როგორ დამკვირვებელს ვამბობ და არა პოზიცია რომ აუცილებლად ესე უნდა იყოს ან არ უნდა იყოს, ხო? გიყვებით უბრალოდ გამოცდილებას. კონსერვატიული საზოგადოებისგან, საზოგადოების კონსერვატიული ნაწილისგან შექმნეს სამეცნიერო და ბიუროკრატიული ელიტა. ყველა აბსოლუტური უმრავლესობა ქალებს, რომელსაც ხედავთ ჩანაწერებში, ან ქუჩაში, ან მიტინგებზე, ან ასე შემდეგ, რომელსაც აი რაღაც ექსტრემისტებად რო წარმოაჩენენ თუ რაღაცა, მათი 95% არის ქიმიის დოქტორი, ფიზიკის დოქტორი, ექიმი, ქირურგი, ნეირომეცნიერი, ასე შემდეგ და ეს ხალხი, ანუ ნახეთ რა მოხდა, ანუ შიგნით რა პროცესი მიმდინარეობს რა, რომ 79 წლის რევოლუციამდე ეს ხალხი იყო სტიგმატიზირებული როგორც მორწმუნე, ბნელი, რაღაცა ღმერთის წამთ, ესა ფუფ და მინი იუკები არაცვიათ და დროზე ყველა რაღაცა 27 სანტიმეტრიან ქუსლებზე და აი ხო ხტები 1%-ის დიქტატურა უმრავლესობაზე რა, მიხვდი, ანუ კულტურულ მარგინალიზაციასაც რო ახდენენ და სოციალურ კიბეზე განვითარების საშუალებას რო არ აძლევენ რა. ნაცნობი მდგომარეობა. ხო, შესაბამისად, ისლამური რევოლუციის შემდეგ ხელისუფლება და ისლამური რევოლუცია საზოგადოების რელიგიური ნაწილისგან ქმნის ყველანაირად უწყობს ხელს, რომ მისგან შეიქმნას სამეცნიერო და ბიუროკრატიული ელიტა. აი შენს ანონსში რო ფოტო ქონდა რა გამოდებული რა დაპატიჟეს რაღაცა კონფერენციაზე რა კულტურული დიპლომატიის სამინისტრო აქვს ცალკე რა და იმათმა მოაწყვეს რაღაცა ფურშეტი ამ საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის და ნუ რაღაცა სიტყვით გამოსვლა ვისაც უნდა და გამოვიდოდა რა მეც მან გამოვიდა ყველა ევროპელი მაგალითად ისინი რასაც ითხოვენ ფემინისტები კვოტებს და ასე შემდეგ ეს ძალიან ბევრმა არ იცის საქართველოში რომ ირანში კვოტები არსებობს მაგალითად მინისტრი თუ კაცია ყველა მოადგილე უნდა იყოს ქალი კანონია კი პირდაპირ ხამენეის მოთხოვნით და სხვათა შორის არსებობს ესეთი ისტორიული ჩანაწერი რომ აი ხშირად შახის ხელისუფლება რო მოყავთ რაღაც ლიბერალურად და ესენი ვითომ ჩამორჩენილებად რა ესეთი ცნობილი ინტერნეტში სტრიალებს ეს ვიდეო შედარება არა კოლაჟი არის რომ ის 76 წლის ინტერვიუა შახი ლაპარაკობს თავის ცოლთან ერთად ისთან რომ ჟურნალისტი ეკითხება რომ ქალი და კაცი ერთნაირიაო და ინტელექტუალურ შესაძლებლობებში მაპატიეთო მაგრამ არაო იმიტომ რომ აი მათემატიკა ფიზიკა არ შეუულიათ ეგო ქალებს შეიძლება ოდესმე კიო მაგრამ ეხლა არაო და მე არის შემდეგი ხამენეის ვიდეო ჩასმული სადაც ხამენეი ამბობს რომ ქალი და
კაცი შეიძლება განსხვავდება ერთმანეთისგან კუნთებით, მაგრამ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში არანაირი განსხვავება არ არსებობს და მთელი სახელმწიფო პროგრამები არის, რომ მოკლედ მარტივად თქვა, ხალი თუ ხარ ცოტა პრივილეგირებული ხარ, არ ვიცი შეიძლება რაღაცას მოეწონოს ან არ მოეწონოს, უნივერსიტეტში ჩაბარების დროს, დოქტორანტურაში რაღაც ტიპის პრივილეგიებიც არგებობ რა, მათ შორის გრანტებით და ასე შემდეგ და ამის გამო არის ძალიან ბევრი. ასევე სამედიცინო სფეროში, იმიტომ რომ შარიათის კანონის მიხედვით ძალიან დიდი მოთხოვნა ექიმ ქალებზე, იმიტომ რომ ქალები დადიან ქალ ექიმთან. შესაბამისად, სამედიცინო სექტორშიც აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან დიდი პროცენტი არის ქალი ექიმები, ქირურგები, პედიატრები და გინეკოლოგები ხო თავისთავად. ამიტომ შესაბამისად, ჩემი თვალით ამ ხალხის გაცნობა, ნახვა, ეხლა განსაკუთრებით ბევრი იცოდეთ ხალხო, რომ წერილი მაქვს ინტერვიუები და ასე შემდეგ და ნელ-ნელა კიდე დავიწყებ ისე ვფიქრობ, რომ ერთ ფილმად შევკრა თუ ესე პატარა ვიდეოებად დავაგდო თქო, იმიტომ რომ ჯერ კიდე ამ შტაბის-ლებების ქვეშ თუ რამის ფანინდა და მე განიშნებ ხოლმე ხელით არ მიყვარს როდესაც სტუმარს ვაწყვეტინებ თუ გაითვალისწინებ ჩემს რჩევას ერთი კარგი დოკუმენტური რომ გააკეთო და პარალელურად პატარ-პატარა ლუკმებად პატარ-პატარა რილსებად რომ გაავრცელო და შენ როგორც იცი ხოლმე ქვედა ფონზე შენ ხარ ზემოთ კადრები უფრო ეფექტურია და უფრო საინტერესოა ხოლმე და მე ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება უფრო გავარდება ბევრიც ნახავს და ის დოკუმენტურიც სრული რომ იყოს სანამ ციები გადაგივლის ისე ეიფორია ნანახის შტაბ-ჭდილებების ქვეშ სანამ ხარ, მანამ გააკეთო ჯობია, იმიტომ რომ უფრო მეტად მუზები უფრო მეტად მოდის მაგროს მონტაჟისას, ხო იცი? უღრმესი მადლობა. ახლა გავხო აღმოჩნდით ეს იგი რაღაცა სამეცნიერო ცენტრების დავათვალეთ. ეს კი ძირითადად სხვათა შორის სულ მახსენდება იაკობინი არის ამერიკული ძალიან კარგი ჟურნალი, სხვათა შორის უცხოურ პრესას ვინც კითხულობთ ხოლმე ინგლისურად, იცოდეთ რომ ამერიკულ პრესაში მე მაგას ვკითხულობთ თუ გაინტერესებს. იაკობინი არის ძალიან ცნობილი ამერიკული ჟურნალი და იმას ჰქონდა სხვა შორის თვითონ ომის მიმდინარეობის დროს ესეთი სტატია, რომ ირანის წინააღმდეგ დაბომბვების სიაო არ გავს სამხედრო ოპერაციას, გავს ომს ირანის მოდერნულობის წინააღმდეგ. და აი ჩვენ რო ჩავედით, იქ ჩვენი თვალით ვნახეთ დაბომბილი უნივერსიტეტები, სამეცნიერო ცენტრები, ხიდები, სტუდენტური საცხოვრებელი, იმაზე აღარაფერს მომობს საერთოდ რომ ომი რითი დაიწყეს სიმბოლურად, ანუ არც მალავენ, ანუ პირდაპირ გეუბნებიან რომ აი ეხა მე გაუქანებ ბომბს ბავშვთა სკოლას და მოვკლავ ამდენ ბავშვს. და თვითონ პენტაგონის იძახის რომ კი მგონი ჩვენი ბრალიაო, ნიუ-იორკ ტაიმსი, სკაი ნიუსი, ყველა ჟურნალისტი დასავლური მედია ადასტურებს რომ კი სპეციალურად ესროლეს სკოლას. ამიტომ ამის ნახვა ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. ინფრასტრუქტურულად სხვათა შორის ძალიან გასაკვირი იყო რომ მე 8 თვე მიცხოვრია თურქეთის რესპუბლიკაში, სტამბულში და გასაგებია თურქეთს არანაირი სანქციები არ აქვს, ნატოს წევრია, თავდაპირველად ჩართულია მსოფლიო ვაჭრობაში და ასე შემდეგ, ხო? ბევრ რაღაცაში კიდე უფრო წინ არის ირანი. ინფრასტრუქტურულად. უბრალოდ გასაგებია რომ სანქციები იწვევს იმას რომ ან მიუხედავად იმისა სანქციები და ამდენი ხანია სულ ომებშია რეგიონი. იმიტომ რომ პოლიტიკა აქვს ეგეთი ეროვნული წარმოების სანქციებმა გამოიწვია ის რომ არ ვიცი ხა სანქციები რო არ ყოფილიყო რომ რამე სხვანაირად გააკეთებდნენ თუ მაინც იგივენაირად გააკეთებდნენ, მაგრამ სანქციები აქციეს შესაძლებლობად. ანუ მაგალითად ირანში წამლები რაც იყიდება 95% ყველაფერი არის ეროვნული წარმოება, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ წამალსაც არ აძლევენ, ანუ წამლებზეც სანქციებია. აი ეხლა ვის მოწონს, ვის არ მოწონს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რომელიღაც ქვეყნის მთავრობა არ მოგწონს, მაგრამ აი რას ნიშნავს, რომ წამლებზე სანქციას უწესებ, რომ ანუ ხალხი გინდა მოკლა, თქვათ იმას, თქვათ ირანი არა, ირანს აქვს თავის წარმოება, ყველაფრის წამლების ზუსტად იგივე ხარისხი, ზუსტად იგივე ყველაფერი, ერთადერთი წარმოგიდგენია 47 წლიან სანქციებში არის ქვეყანა, რომელიც რეგიონში კი არა, მთელ მსოფლიოში, ყველა შეგიძლიათ ეხავე გადაამოწმოთ, მთელ მსოფლიოში არის მეხუთე ადგილზე ნანოტექნოლოგიებით. ანუ მარტო რეგიონში კი არა, 47 წლიან სანქციებში, წარმოგიდგენია. შოკში ვარ პროსტა და წარმოგიდგენია რომ ეხა ამას რომ ეს თავისი ეს თელი სამედიცინო უნივერსიტეტები, ფარმა ქარხნები და ისინი არ ქონდეს სანქციებს რო ადებს წამლებზე, ანუ რას ნიშნავს რომ ანუ რა გინდა რომ მთელი ერი ამოხოცო, იმიტომ რომ ვიღაცის მთავრობა არ მოგწონს და წამალს არ აძლევ. მაგრამ აი ესეთი რაღაცები სწორედ ეს სანქციები და შეზღუდვები გამოიყენეს შესაძლებლად. ანუ შტაბ-ჭდილება დამჭა მოკლედ რომ თქვა ეხა ყველამ ძალიან კარგად იცით ჩემი ეკონომიკური ხედვებიც ისიც ყველაფერი. შტაბ-ჭდილება დამჭა რომ ეს ქვეყანა 100 წელი რომ გამოკეტო, საერთოდ რომ მოწყვიტო დანარჩენ მსოფლიოს აი ჩიტი არ შეფრინდეს და ჩიტი არ გამოფრინდეს, არც სოფლის მეურნეობა გაუჭირდებათ არასდროს, არც მშენებლობა, არ ყველაფერი თავისი აქვს, ანუ საერთოდ ყველაფერი თავისი აქვს რა. და გასაგებია რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შვეიცარია არ არის, იმიტომ რომ შვეიცარია არის მსოფლიო
ოლიგარქიის შესანახი საფულე და ეს არის სანქცირებული ირანი. ახლა მინდა რადგან ამდენი ესე იგი რაღაც ცოტა პოზიტიური მხრიდან მინდა ვილაპარაკო მეორე მხარეს. ასევე მინდა აღვნიშნო რომ რაზეც გასაგებია რომ საომარი ვითარებაა და თან ეს უბრალოდ საომარი ვითარება კი არ არის, ეს არის ისეთი ომი, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი შენ როდესაც იქ იყავი ზუსტად მაგ დროს გავრცელდა კადრები ინფორმაციაც რომ დაბომბვა დაიწყო და მქონდა იმის შიში რომ რაღაც ძალიან ისეთ ეპიცენტრის ტერიტორიასთან არ იყოს ახლოს თქო და აი მაგ დღეებზეც რო ისაუბრო რა ხდებოდა გარშემო რა კი ბატონო და აი ეს წინდება რომ დავამთავრო უცბად რომ ესე იგი მესმის რომ არის საომარი სიტუაცია და თან ისეთ საომარი სიტუაცია სადაც ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ნუ ეხა იქ თემა მოიწურა იმიტომ რომ იქ ვინც იყო რაღაცა დასაჯეს და იჭირეს ნუ სიკვდილით დასჯა იქ მე თუმეტეს ეგეთ სამშობლოს ღალატზე და ასე შემდეგ რომ ამაყობენ რომ ესე იგი როგორი ინფილტრაცია მოახდინა მოსადმა და CIA-მ იქ აგენტურის და ასე შემდეგ მათ შორის ძალიან მაღალ ეშელონებშიც და შესაბამისად ამის ფონზე ძალიან მადლიერი ვარ რომ როდესაც ოფიციალური პროგრამა დასრულდა ანუ დაკრძალვის ცერემონია რომ ტოტალური თავისუფლება მომეცა რომ აიმიტომ ხა ის ცერემონია ხო ხდებით რა სიტუაცია ანუ ხარ სასტუმროში გამოდიხარ ჯდები იმაში ჟურნალისტების ტრანსპორტში დაყავხარი იქ და ანუ დღე ისე გადის რომ სულ იმაში ხარ რა და დამთავრდა და აბსოლუტური თავისუფლება მქონდა რომ გავსულიყავი ქუჩაში და ეს რაც ვიდეოებით დავდე და ჩვეულებრივ მე ყველგან მელაპარაკა ხალხთან ასე შემდეგ ანუ აბსოლუტური თავისუფლება ანუ ჩვეულებრივ რომ ანუ რაც გინდა წადი გადაიღე ვისაც გინდა ელაპარაკე და ასე შემდეგ რა და აი ამ სწორედ ამ დროს გავიცანი ძალიან ბევრი ხალხი ახლა რადგან ეს პოზიტიური რაღაცების თქვი მინდა რომ აქითა მხარეს თქვა რა გავიცანი ბევრი ხალხი რომელიც არის ხელისუფლების ოპოზიციაში ან ძალიან მკაცრ ოპოზიციაში და ბევრი რაღაცები არ მოწონს და ყოველთვის არ მოწონდა. ეხლა თავშივე მინდა თქვა რომ აი ნახეთ კიდევ ერთხელ რა შვება პროპაგანდა და ტვინის გამორეცხვა რა. ესე იგი აი იგივე სხვა მაგალითები შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ საუდის არაბეთი კაი მაგალითია რა. ესე იგი აბსოლუტური ანუ სოფლიოში გაეროს მიერ აღიარებული ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური დიქტატურა საუდის არაბეთი. სადაც არის ჩაცემენტებული მონარქია, ანუ არანაირი პარლამენტი, არანაირი პრეზიდენტი, ანუ არაფერი არჩევითი, არაფერი არ არის საერთოდ საუდის არაბეთში. და მართლაც უმკაცრესი შარიათის კანონები. ტურისტებისთვის არა უბრალოდ. იმასთან პრობლემა ხო არავის არ აქვს. კაცრავად დაუბრუნდი ხო? კი. იმასთან პრობლემა არავის არ აქვს, მიხვდი? და აქ არის გამადიდებელი ლუპა მითითებული რა. შესაბამისად, ისლამური ირანი არის ზოგადად ეგეთი სახელმწიფო, რომ ეს დისკუსია, რომ ისლამური რესპუბლიკა უნდა იყოს, უბრალოდ რესპუბლიკა უნდა იყოს, საერთოდ აგერა ამერიკას საერთოდ მონარქიის დაბრუნება უნდა, ანუ შაჰის და ეს დისკუსია ირანში არც შეწყვეტილა არც ერთი დღით რევოლუციის შემდეგაც. ანუ რაღაცა ცოცხალი პროცესია და განსხვავებით მაგალითად საუდის არაბეთისგან, სადაც ახლა თავში აზრად რომ გაივლო რომ სახლიდან გამოხვიდე და თქვა ძირს მეფეო. ანუ დამთავრებული არ გექნება უკვე შუაში ის არა ქვია შუბში ტყვი აკავს. ეგ რაღაცა მონარქია არ მინდაო საუდის არაბეთში რომ თქვა მით უმეტეს ქალმა რომელსაც სახლიდან გამოსვლის უფლებაც არ აქვს კაცის გარეშე და ის არის ამერიკის ნომერ პირველი პარტნიორი და კოცნახვევით არიან იმაში და არ დამავიწყდება არასდროს ბოლო დროს საუდის არაბეთის პრინცი რო იყო თეთრ სახლში რამდენიმე თვის წინ და ესე იგი ABC-ის ჟურნალისტმა დაუსვა ესეთი კითხვა რომ ტრამპს კერდა ამ პრინცს რომ ესე იგი ვინც მართავს ახლა საუდის არაბეთს ტახტის მემკვიდრე რომ უხერხულობა არა გაქვთ ამერიკელ ხალხთანო რომელმაც იცისო რომ 11 სექტემბრის ტერაქტი საუდის არაბეთში მომზადდაო და ახლა თეთრ სახლში ზიხარო და ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი აწყვეტინა ჟურნალისტს და ეუბნება რომ როგორ ბედავ ჩვენს ყოვლად უმაღლეს პატივის სტუმარს ესეთი საზიზღარი კითხვები დაუსვა თეთრ სახლში და თავი მოგჭრა მე გიპასუხებ ეხა ამის მაგივრად გთხოვთ არ შეწუხდეთო და ანუ მიხვდი და ირანზე გამადიდებელი ლუპა რომ აბა ეხა გეი პრაიდები რატო არ არის ირანში ან რაღაცა ბორდელები რატო არ არის გახსნი კაზინოები გვინდა დროზე ირანში და რაღაცა მიუხედავად იმისა რომ ბევრად უფრო და ესე როგორც ჩვენი რა ცოტა ეს ევროპული პერსპექტივიდან ბევრად უფრო თავისუფალი გაგებებია რაც შეეხება შენ იმას რომ იმ პერიოდზე როცა იბომბებოდა
სიმართლე უნდა თქვა ვიცი ხა ძალიან ბევრი ჩემ ადგილზე ხო ეს სკანდალის მოყვარული ბლოგერები და ასე შემდეგ რომ აუ და შეგვეშინდა და ჩემი სიცოცხლე და რაღაც არა სიმართლე არის სიმართლე ჰორმუზის სრუტე თეირანისგან არის ძალიან შორს თეირანი არის ირანის ჩრდილოეთი და პრაქტიკულად არ იგრძნებოდა ქალაქში ერთადერთი რაც იგრძნობოდა ამ დაბომბების ფონზე იყო ის რომ ძალიან ხალხმრავალ ადგილებში როგორიც არის შოპინგ მოლები Grand Bazari და ასე შემდეგ ერიდებიან თავშეყრის ადგილებში მასიურ თავშეყრას, იმიტომ რომ ნუ არაფერი არ არის ხა ისრაელისგან და ამერიკისგან გამორიცხული წინა გამოცდილებიდან, რომ შეიძლება დაბომბოს ისეთი ადგილი, სადაც უცბად ერთ დაბომბოს 50,000 კაცის სიცოცხლე შეეწიროს. ხო, მაგრამ ეგეთი დიდი სივრცეებია, ხა 12 მილიონიანი ქალაქი არის თეირანი და ამიტომ ის არის. ხო, რაც შეეხება ხა ამ ეს ხალხი რო გავიცანით, ხო, რა ახალგაზრდები ძირითადად სხვა შორის უფროსებიც რა, ვინც ძალიან დიდ წინააღმდეგობაში არიან ხელისუფლებასთან. ესე იგი, ვთქვათ ესე, რომ კიდე რაც ვთქვი, რომ ცოცხალი პროცესია, თქო, არის ხალხი, რომელსაც არ უნდა ისლამური რესპუბლიკა და უნდა ჩვეულებრივი რესპუბლიკა. მაგრამ ბოლო დროინდელმა თავდასხმებმა ირანზე, ისრაელისა და ამერიკის სახით, ამ თაობაშიც გააჩინა განცდა, იმიტომ ამ თაობას რა ქონდა, იცი, რომ წარმოგიდგენია 1979 წელს, მაშინ როცა მოხდა ისლამური რევოლუცია, იქიდან ეგრევე ერთ წელიწადში ამერიკამ დააფინანსა სადამ ჰუსეინი, ფული მიცა და წააქეზა, რომ კაიდროა არეულობა არისო და ეს ნავთობით მდიდარი რეგიონები შემოიერთეო და 8 წელი ეომებოდა ამერიკული იარაღით სადამ ჰუსეინი ირანს. და ეხლა წარმოიდგინე შენ 88 წლის შემდეგ გაიზარდა უკვე თაობები რა, რომელიც ხოლმე 40 წლის ხალხი რა, რომელსაც ანუ მთელი ცხოვრება ესმის ეს ყურში ტელევიზიიდან რომ ამერიკა ჩვენი მტერი, ამერიკას უნდა ხო იცი ცოტა ლოკალში ამოგივა რა, რომ აი რა ეხა ეგრეც არ არის და ეს არ ეგეთი ცუდიც არ არის ამერიკა და რას ქვია ეხა ჩვენი ამოხოცვა უნდა და არ მჯერა და ასე შემდეგ რა. აი ამ თაობამ ეხლა ამ ყველაფრის შემდეგაც დაინახა. იმიტომ რომ მაგალითად ბოლო დროს ანუ აი რა საშინელება გააკეთეს, ხო? აი პროტესტები რაც იყო. ესე იგი, ნახეთ, მინდა რომ ეს მაყურებელს კარგად ესმოდეს, ამაზე ბევრი ვიდეო მაქვს გაკეთებული. ესე იგი, პროტესტები დაიწყო ესე, რომ პირდაპირ ამერიკის ფინანსთა მინისტრი გამოდის და იძახის, რომ რა მაგარი რაღაც გავაკეთეთო, საერთოდ უცხოური ვალუტის გარეშე დავტოვეთო ირანის ეროვნული ბანკიო და ტოტალური ინფლაცია გამოვიწვიეთო. ტოტალური ინფლაცია რას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ბევრი მილიონი თუმანი გქონდეს, ეგეთი ფულებია, რომ ესე იგი ბაზარში მიდიხარ ვეღარაფერს ვეღარ ყიდულობ. ან კუპონიზაცია რაც მოხდა ჩვენთან ეს გამოიწვიეს ხელოვნურად. ამას მოყვა, ანუ აი ამ პროტესტების ისტორია არის ესეთი. ამას მოყვა ბაზრის ვაჭრების პროტესტი, ეგრევე გამოვარდნენ ბაზრის ვაჭრები, იმიტომ რომ ვაჭარს ფეხზე კიდია ისლამური რესპუბლიკას, ამერიკას, ისრაელიც, ისიც ესეც ის აქვს, რაღაც აქვს, დასაყიდი და ვერ ყიდის და ფეხზე კიდია და თან ირანს ისტორიულადაც არა მარტო ხა სულ აი ბაზრის ვაჭრებით იწყება პროტესტები რა. და გამოვიდნენ ესენი. ამათ შეუერთდა მართლა გულწრფელი ახალგაზრდობა, რომელიც ითხოვდა რაღაც ტიპის რეფორმებს, რომლებიც ირანის ისტორიას რო გადახედო ისლამური რესპუბლიკას სხვადასხვა პროტესტით თუ არა პროტესტით განხორციელებულა რაღაც რეფორმები. აი ამ პროტესტებს შეუერთეს გარედან პროპაგანდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი გამოდის და ეხლის რომ მიდი თვითონ იძახის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რომ იარაღი დავარიგეთო და ნაწილმა გამოიყენა და ქურთებმა გადაგვაგდესო ყოჩახ ქურთებს აქვე მინდა აღნიშნო ქურთებმა გადაგვაგდესო და CIA-ის ყოფილი მთავარი ოფიცერი იძახის რომ იარაღი დაურიგეს ირანში არის ძალიან ბევრი ავღანელი ტოლილი რა, რომელიც როგორც თქვი რომ ეხა იდეალური ქვეყანა არ არის თქო და ამ ავღანელ ტოლილებს პრაქტიკულად არ აქვს არანაირი სოციალური სტატუსი ირანში. ანუ დასაკარგი არაფერი არ აქვს, მოკლედ ესე რომ თქვა რა, ადამიანურ ენაზე არც ჯანდაცვაზე აქვს სტომა, არც იმაზე, არც ამაზე, არც მოქალაქეობა აქვს, არც ტოლილი სტატუსი არაფერი და იმათ ჩამოურიგეს იარაღი. მოსადი ოფიციალურად წერდა საკუთარ სოციალურ ქსელებში, რომ გამოდით ქუჩებში თქვენს გვერდით და ასე შემდეგ, ხო? ამან ერთის მხრივ გამოიწვია მიტინგების დაცარიელება, იმიტომ რომ იქ ხალხი აღმოჩნდა, რომელიც თქვა რომ კარჩე ხა მე რაღაც აქ რეფორმა მინდა და ის არ მომწონს და ეს არ მომწონს, მაგრამ ხა მოსადი რომ ეხლა საქართველოში რომ მიტინგს მართავდნენ რაღაც თემაზე და რუსეთის FSB საკუთარ Facebook-ზე წერდეს რომ მიდით ქართველებო შევარდით ეხლა ამერიკულ ბანკებში გადაწვით რუსეთი თქვენთან არის აი ცოტაც და შემოვა ეხა რუსული ჯარი და თქვენ გიხსენ შენ წარმოგიდგენია რა მოგივა შენ მეზობელთან შენ ახლობელთან
საკუთარ თავთან. აი კონტექსტს გაძლევთ რა, უბრალოდ რეგიონალურ კონტექსტს გაძლევთ. და ამ დროს ეს იარაღი დაარიგეს და რა თქმა უნდა დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება. დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება ოფიციალურად წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მონაცემებით. არის 580 პოლიციელი მკვდარი. როგორ უნდა მოკვდეს 580 პოლიციელი შვიდობიან პროტესტანტებთან? როგორ 580, ხო? და რა თქმა უნდა იქითაც გარდაიცვალა უამრავი, ხო? ანუ გამოიყენეს ხალხი იმისთვის, რომ მიდი შენ ახლა მოაწყე სახელმწიფო გადატრიალება, შეწირე თავი, თან იარაღსაც დაგირიგებ, თან პროპაგანდითაც მოგატყუებ, რომ მიდი და ახლა ამერიკული ვერტმფრენები დაждდება თეირანში და ნახე შენ ახლა როგორ გიშველით რა. და აი ესე ცისხლის ღვრაში გაატარეს ქვეყანა იმისთვის, რომ შეექმნათ პრელუდია სამხედრო თავდასხმისთვის, მეხტი? და ამას უკვე ხალხი აცნობიერებს ირანში ძალიან კარგად, მათ შორის იმ პროტესტის მონაწილეები. და ძალიან, როგორ თქვა, ცუდად გრძნობენ თავს რა. თუმცა მათი დამოკიდებულება ან მათი წუხილები იმაზე, რომ თქვა, ასეთი ქვეყანა უნდა თუ ისეთი ქვეყანა უნდათ თუ იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე საკითხი, გეოპოლიტიკური საკითხი რა, რომ აი სუფთა ესეთი მერკანტილური რო თქვა რა, იმიტომ ჩვენ ხო დღეს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც იდეალები აღარ არსებობს და ყველაფერი ვაჭრობაა და ყველაფერი საკუთარი თავ ჩვენ რა გვაწყობს და ჩვენ როგორ ჭამოთ და ჩვენ როგორ ვსვათ და რაღაც ამ დონეზე ხო არის და არის ნაწილი რომელიც ფიქრობს რომ აი მაგალითად ჩვენ უნდა გავეშვათ ისრაელს კი სწორია პალესტინის მხარდაჭერა მაგრამ მარტო ირანი რატო ებრძვის ისრაელს მოდი წავიდეს და თვითონ ევროპა მეებრძოლოს მათივე შექმნილი პროექტია აგერ მათივე სასამართლომ დაამტკიცა რომ გენოციდს ჩადის ისრაელი და ასე მოდი რა ევროპა ებრძოლოს და მე რატო ვისჯები მაგის გამო და თან პალესტინელები არაბები არიან და მოდი აი ეგვიპტემ საუდის არაბეთმა და იორდანიამ და იქ არიყვნენ რა ეს იქ იყვნენ ეს დიდი მსოფლიო გლობალური ხედვის ლიდერები და ჩვენ აგერ ირანელები ვართ ვიყოთ ჩვენთვის რა თუმცა ეგ თემაც რაღაცნაირად შემოტრიალდა იმიტომ რომ დაინახეს რომ ევროპაში რა 5 მილიონი კაცი გამოდის უნივერსიტეტები გადაკეტილია ანუ აი პროგრესული ახალგაზრდობა რა ძალიან პალესტინურია უცბად მიხვდნენ რომ უი თურმე რაღაცა ამ ყველაფერს აზრი ქონდა რა კი დავიტანჯეთ მაგრამ აზრი ქონდა ამიტომ ეს მინდოდა მეთქვა რომ არსებობს მოსახლეობის რაღაცა პროცენტი და ეს პროცესი არის ძალიან ფლუიდური და ცოცხალი ირანში განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნებისგან როგორც არის ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, ყატარი, ემირატებზე აღარაფერს აღარ ვამბობ რომლებიც არის ჩაცემენტებული მონარქია ყველანაირი არჩევითი ხელისუფლების გარეშე და არანაირი დისკუსია და რაღაცა პროცესი არა პოლიტიკური პროცესი არ არსებობს უბრალოდ არსებობს ამერიკის მონობა და ამერიკის მონობის ხარჯზე ეძლევათ ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობა მეტი არაფერი ხო არა ადამიანის უფლებები და რაღაც ეგეთი არა უბრალოდ ეხა ამ ემირატების იმას რა ქვია მათ რო კითხო რა ქვია ვინ არიან კაცო ემირები ხო ესა იმათ რო კითხო ხო დიდი ეს იგი მორწმუნე ხალხია და შემდეგ და ხო დუბაი კი ისეთ რაც არის ხო მსოფლიო ბორდელი და რაღაცა კრიპტო რაღაცა იმათ ჯიხურად გადაკეთებული ხო ოღონდ ანუ ტურისტი არა და მაგრამ ხა ემირატების მოქალაქე თუ ხარ აბა ემირატის მოქალაქე ეს კითხე ოდნავადაც ვერ გადაიწერ თავზე ემირატის მოქალაქე თუ ხარ ან საუდის არაბეთის მოქალაქე თუ ხარ თან ასე შემდეგ ხა თეირანში მე რო დავდივდეთ ჩემს მაგალითად განმაცვიფრებელი იყო რომ ნახევარ თეირანს საერთოდ აი ხო არის რომ აი ხა თეკლა გოგონა ხარ და მიხვდები კარგად რომ აი შარფი რო გაქვს მოკიდებული რომ აი თუ რამეა წამოიგდებ რა ეგეც არა მიხვდები და ამას გიფუთავენ რომ აი მე იქიცი რა ხდება და ასე შემდეგ რა კი ეგეც შემხდა რომ ბევრი ხალხი შემხდა რომელს მითხრა რომ აი წლიდან წლამდე როგორ თქვა მოდურდა სისტემა რა და თქვა ეხა შერასაც ხედავ 10 წლის წინ მე არ იყო ნახდა და უფროსი მკაცრე იყო და ასე შემდეგ რა და მაგრამ ამ ცოცხალი პროცესია რა და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მულტიცივილიზაციურია სამყარო და ეხლა ნახეთ აი ამ რო წარმოიგინოთ უბრალოდ რისთვის გაწირეს ერთხელ ქვეყანა იმ პროტესტებზე იარაღის დარიგებით რომ სახელმწიფო დამხობას არავინ არ ჩაგატარებინებს და რამდენი მსხვერპლიც არ უნდა მოყვეს მაგას არავინ არ გაგაკეთებინებს ეს ერთი და მეორე ანუ პოტენციურად რისთვის წირავდნენ ქვეყანას რომ ესე იგი მოსახლეობის აბსოლუტურ ნორმას ეს იგრძნობა თეირანში ციკაც არის ძალიან ღრმად მორწმუნე ასე შემდეგ შეიძლება რაღაც ეკონომიკაში არ მოწონს სოციალურ პოლიტიკაში არ მოწონს რაღაც მაგრამ არის ხელისუფლების ისლამური რესპუბლიკის მხარდამჭერი შენ ანუ რას რა ჯოჯოხეთს უმზადებდნენ ქვეყანას რომ ესე იგი უნდათ რომ დაებრუნებინათ იმ შაჰის შვილი რომელიც
1979 წელს დაამხეს. კაი, თქვათ დაამხეს ხელისუფლება და დააბრუნეს, ხო ის ფეხლებიანები. რა მასშტაბის ტერორი უნდა ჩართო ხვდები, რომ იმ რელიგიური ხალხის გასაჩერებლად შემდგომ 10 წლეულებში? ანუ რა იყო დაგეგმილი მომავალში? ანუ ის ხალხი, ვისაც სულიერ ლიდერი მოუკლეს, პოლიტიკური ლიდერი მოუკლეს, ამერიკა ისრაელმა დაუმხო ხელისუფლება, შემოვიდა ჯარით და დაუბრუნა შაჰი, ის ხო პროსტა ხო არ დაждდება სახში, მოგწონი? ანუ რა მასშტაბის ტერორი და სამოქალაქო ომი უნდა ჩართო იმისთვის, რომ ან ისინი გააჩერო, ან ერთმა მხარემ გაიმარჯვოს, მე უკვე შიგნიდან მე ამიტომ ის იყო ნამდვილად აი ყურა ჩემი თვალით რო ნახე რაღაცები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო ადამიანებთან ურთიერთობა, ისეთთანაც და ასეთთანაც. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის აბსოლუტურ უყურებლობაც, ვინც მე მელაპარაკა, რომ მეუბნება რომ არ ვარ ისლამური რესპუბლიკის მომხრე, მაგრამ ამერიკა ისრაელის გადასაწყვეტი არ არის მე ჩემი მთავრობა და აქ ბომბები და იარაღის დარიგება მიტინგებს. არჩიბალ, დიდი მადლობა ესეთი მასშტაბური საუბრისთვის, ამოწურავია ნამდვილად ინფორმაცია. რამოდენიმე წამი ისევ გაგიჩნდა მიკროფონი შრიალის ხმა ჩემთან. არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც გვიწუნებენ თითქოს ჩვენ როგორც ერეკლეში თავმომავლები, როგორ ვლაპარაკობთ ან გულშემატკივრობთ ირანს. და ეს ადამიანებს ვეტყვი, რომ გონიერება გვმართებს და ჩვენ საუბრობთ პოლიტიკაზე, თანამედროვე სამყაროზე, თუ კი მაგ ლოგიკით მიუდგებით, ჩვენს ირგვლივ სამეზობლო იქნება თუ მით უმეტეს საქართველო არის ისეთი ტერიტორია გეოპოლიტიკურად ისეთ ველში და მდებარეობაში ვიმყოფებით საუკუნეების განმავლობაში, ყველა სახელმწიფო გარშემო ჩვენი მტერი იყო და ამის გააზრება საჭიროა და საჭიროა ვისაუბროთ. ახლო აღმოსავლეთი არ არის რეული ჩვენთვის და ეხლა მინდა არჩიბალდს უთხრათ ხოვო რომ ამ თემაზე კარგად ახსნას რა. რატომ საუბრობთ? იმიტომ არა რომ ჩვენ ან ამერიკელი გვიყვარს, ან ირანელი გვიყვარს, ან ასე შემდეგ. ეხლა ესე იგი დავიწყოთ იქიდან რომ ეს არის უბრალოდ რაღაცა ხალხო ფეოდალური სამყარო დამთავრდა. მესმის რომ რაღაცა მიშა ბიზნეს რეალობაში ვიღაცების გონიათ რომ არ დამთავრდა, იმიტომ რაღაცა ისევ იგივე ცნობიერი არსებობს, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ დამთავრდა. სწორად აღნიშნა თეკლამ, რომ ეს არის სიონისტური პროპაგანდა, რომელიც არის საქართველოში აგორებული, რომ ამ რაღაცა ისტორიულ ტრამვებზე თამაში და მესმის რომ არა მხოლოდ სიონისტური პროპაგანდა, იმიტომ რომ რავი, გინდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, ვისაც მართლა ევალება რა, ეს ხა ეს პოლიტიკოსების საქმე არ არის რა. არასდროს არ აუხსნია ქართველი ხალხისთვის რა განსხვავებაა თანამედროვე სამყაროს შორის, რა განსხვავებაა ფეოდალურ სამყაროს შორის, რა მოხდა საერთოდ ქვეყანაში მთელ მსოფლიოში მონარქიების დამხობით, რატომ შეიქმნა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო საზღვრები, საერთაშორისო პოლიტიკა და ასე შემდეგ, ხო? და სწორი თქვა თეკლამ რა და ამას განვარძობ. ეს საქართველო არ არის დედამიწიდან ამოგლეჯილი წერტილი, რომელიც რაღაცა განცალკევებულად განიხილება ზოგადად კაცობრიობის ისტორიისგან, ხო? საერთოდ მაგალითად საქართველოს ისტორია, ანუ ის საქართველოს ისტორია რა მაგალითად აი ყველაზე პოპულარული ნაწილი საქართველოს ისტორიიდან იწყება მედეას თემით, ხო? რა არის მედეას თემა? მოდის ევროპელი კაცი მოატყუებს ქართველ პრინცესას, გააყიდინებს ოჯახს, გააყიდინებს მამას, ძმას, გააძიდინებს განძს ქვეყნიდან, წაიყვანს, მობეზრდება და გადააგდებს უკაცრავად როგორც ნახმარინას. ხო? რა ვქნათ, ეხლა მე ბერძნებს არ ველაპარაკოთ? მაიმე ბერძენი როგორ შეიძლება გიყვარდეს? რატო ცხოვრობს ქართველი ბერძენში, სალონიკში და ათენში? მედეა მეორდება? ანუ სიგიჟია, თურქეთთანაც კი გქონია ომი, სომხეთთანაც კი გქონია ომი. ნუ აზერბაიჯანი ასე სახელმწიფო არ არსებობდა, მაგრამ ირანის ნაწილი იყო, მაგრამ გასაგებია რომ თურქ-სელჩუკებთან რა, ანუ მე შემდგომში აღმოჩნდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა. თანამედროვე სამყაროში გადმოვიდეთ. რა ის შაჰების პერიოდი, ხალხო, 80 წლის წინ რაც უქნა გერმანიამ პოლონეთს. ერთმანეთთან ლაპარაკი კი არა, ერთ კავშირში არიან. ნატოში და ევროკავშირში. 80 წლის წინ, 80 წლის წინ გერმანიამ რა უკლა პოლონეთს, ინგლისმა საფრანგეთს, საფრანგეთმა ინგლისს, ინგლისმა ირლანდიას, აგერ. მალტამ კუნძული ქვეყანა რო არის იტალიასთან 60-იან წლებში მიიღო დამოუკიდებლობა საერთოდ დიდი ბრიტანეთისგან, 60-იან წლებში. ბრიტანეთმა ინდოეთს, ანუ შესაბამისად, უნდა გვესმოდეს ეს რა, რომ ძალიან კარგად რა, რომ როგორც თქვა, ამ რაღაცა იმებზე აშენება რაღაც სისულელების, მაშინ საერთოდ კარი უნდა გამოიკეტო და
დედამისის ზურგზე არავის არ დაელაპარაკო. ეს არის სიგიჟე, მე ხვდი? ამას არც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეგ და არც არავინ. დასრულდა ფეოდალური სამყარო და არ უნდა ფეოდალური სამყაროს დასრულება ამერიკას და ისრაელს და გეუნება შაჰი დავაბრუნოთ ირანშიო. მე რაც სამართლიანობის შეგნება არ უნდა დავკარგოთ ამ სახელმწიფოს მიმართ, როცა ვხედავთ ვინ ებრძვის. მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა რა, რომ ფეოდალურ სამყაროში ხალხო, ანუ ეს ყველას ეხება საქართველოსაც, რუსეთსაც, ირანსაც, ასე შემდეგ, ხო? ხალხი თვითონ თავის ნებით საომრად არსად არ მიდიოდა და რეფერენდუმები და დემოკრატიული წესით არჩევნები არ ტარდებოდა, რომ ის რომში არ ტარდებოდა არჩევნები, რომ წავიდეთ იმის რა ქვია ეგვიპტის დასაპყრობად, თუ აბა პლებისციტი თუ რაღაცა, ხო? ანუ არც რომაელს, არც ირანელს, არც ჩინელს და არც მონღოლს თვითონ ხალხს არავის არ ხალისებოდა ომში სიკვდილი, იმიტომ რომ მონარქი რასაც უბრძანებდა, რომ ეს მასაკეთებდა. ეგ არის და ეგ. ხო, ამიტომ შესაძლოა რაღაცა ხალხზე ფობიების გაჩენა, აგერ უვიზოა, კაპიკები ღირს ფრენა, 20 ჯერ იაფია საქართველოზე, ჩადით პროსტა გული გაგისკდება, ისეთ კაი ხალხს გაიცნო. ყველგან ქუჩაში. ერთი 40 წლის წინანდელ საქართველოში გეგონება თავი, რომ აი ზრდილობა, პატივისცემა, სტუმართმოყვარეობა, როგორც აი უცხოელი, რომ აბა წამოდი ჩემთან, აუ გურჯი და რაღაცა და რა ხდება არის გაგიჟდები. მართლა გეუბნები. ანუ მართლა გეუბნები, აი ქუჩაში განსაკუთრებით თან მესიამონა რა იცი, რომ როცა რაღაც რეგიონალურ ცივილიზაციებზე არის საუბარი რა, ქართული ცივილიზაცია იქნება ეს სპარსული თუ ნებისმიერ სხვა, მეხსიერება რო ძველია რა. ქუჩაში რო ლაპარაკობ ქართულად, ხა ეს ევროპაში არსად არ მომსვლია, რომ პირიქით ევროპაში ქართულად რო ლაპარაკობ, მომსვლია ხოლმე, იმიტომ რომ საქართველოში რო გვაქვს ხფ ეს ერთად ბევრი, ამის გამო ამსგავსებენ ხოლმე ივრითს და ხშირად უთქვენ ხოლმე რომ ისრაელიდან ხარო და იქ ეგრევე ხდებიან რა, რომ ქართულად ლაპარაკობ, ვიღაც ჩაივლის სიგარეტს ეწევა და გურჯი და ხო და მე კი იმედ. ხო და ესა, ამიტომ ძალიან ნათლად მინდა ვთქვა, რომ მთელი კაცობრიობის ისტორია მარტო საქართველოს კი არის დიდი იმპერიების მიერ პატარების ჩაგვრა. საქართველო არ იყო მაგაში გამონაკლისი არასდროს. ყოველთვის ჩვენც რომ ყოფილიყავით ერთი 20 მილიონი მოსახლეობა, ჩვენც წავიდოდით სხვა და შენ დღეს დაждდებოდა იავაყენდი რომ აუ ქართველები იცი კაირომდე ჩავედით ერთხელ. ხო, აი რავი ხა ისე რო თქვა რა, ანუ ეს თემა რაღაცა იდიოტურად გამოყენებული რა. აგი რავი ხა ჩადით ხა დღეს თურქეთის მიერ არის ოკუპირებული სომხეთის ძველი დედაქალაქი ანისი. ორი ქართული ეკლესია დგას იქ. მოდი მაშინ დავსვათ კითხვა რა უნდა ორ ქართულ ეკლესიას სომხეთის ძველ დედაქალაქში. მიდი აბა მოიძიეთ ხა ისტორია და როგორ აღმოჩნდა ეგეც გაიგეთ. ამიტომ არ არის ეგრე რა, მე ხვდები ამის გადმოტანა მე ხალხზე და ასე შემდეგ თანამედროვე ეპოქაში. დღეს თანამედროვე ეპოქაში შაჰ-აბასური მენტალიტეტი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს. ტოტალური გენოციდები, იმპერიალისტური აზროვნება, რომ ანუ მე სადაც მინდა დაუბომბავ, რასაც მინდა გავაკეთებ, მთელ მსოფლიოში რასაც მინდა დავამყარებ და ასე შემდეგ, ხო? ეს არის და ეს რაც მინდა რომ ძალიან ნათლად გვესმოდეს და არ შეიძლება ამ რაღაცა ისტორიული ფობიების, ეხლა აი ეს რომ მაგალითად როგორ თქვა, გინდა რუსეთის მოსახლეობა, გინდა რომელიმე სხვა ქვეყნის მოსახლეობა, აი რო თქვა რომ ეხლა რო აიღო რომ რუსეთის მოსახლეობა უჭერს საქართველოსთან ომს ან საქართველოს ოკუპაციას მხარს, ხო? კი, შეგიძლია დაადანაშაულო რუსი ხალხი, იმიტომ რომ შენ რაღაც სტატისტიკასთან გაქვს შეხება, რომ რაღაც ესენი უჭერენ რაღაცას მხარს. მაგრამ მე-17 საუკუნეში და მე-15 საუკუნეში გლეხს და ჯარისკაცს ვინ ეკითხებოდა სად იყო საომარი და სად იყო გასაკეთებელი. ვიღაცა შაჰების ან მეფეების ან მეების რა ქვია, იმპერატორების რაღაც ახირებები, ხო? ხა იგივე ის აღამახმად ხანი? თვითონ ირანელებმა მოკლეს, აკუწეს აი ეს ნაწილ. სხვა ჯერ საქართველოზე მოდიოდა და გზაში მოუწყვეს ისა. კიდევ კაი მეორეჯერ მოდიოდა კიდე და აკუწეს ესე. თვითონ თეირანის ცენტრში მაგალითად ხო არის მაგალითად აღა მაჰმად ხანის მიერ მოკლულ გაუბედურებული ვიღაცა პოემები არის დაწერილი, ანუ ის იგივე ტერორს აკეთებდა შიგნითაც. და პოემები არის დაწერილი ვიღაც გმირებზე, რომლებიც მას ებრძოდნენ იქ. და საფლავები მანახეს ვიღაცაების, რომ აი მეჩეთებში დაგზავნილ, რომ აი ეს ბიჭი ცხენზე მიაბა, იმას ის მაინც არ გატყდა და რაღაცა რა, ანუ ის ხალხი, ვინც ჩვენს მეცნიერებაში ცუდად არის ჩაბეჭდილი, ამ იმპერიული კოლონიზე, ის ხალხი იქაც ცუდად არის ჩაბეჭდილი თვითონ ადგილზე. ამიტომ
ძალიან საინტერესო იყო ამ კონტექსტების ადგილზე აღქმა და მინდა ეხა ვინც გვიყურებს და ვინც იმას კიდე ნახავს ამ ჩანწერს, მინდა ვთქვა, რომ ადგილზე მეგობრებო, ესე იგი გავიცანი ტურისტული კომპანიები, ძალიან კაი სერვისებით, ასე შემდეგ, ძალიან იაფია ფრენაც ადგილზეც ყველაფერი და ძალიან მინდა რომ ოქტომბრისთვის, როცა თან იქ კარგი არის ოქტომბერი რა და გამოვაცხადო ოფიციალურად, რომ რავი, პატარა ტურისტული ჯგუფი რო წავიდეთ და მინდა რომ აფერეიდნენ ქართველებთან ერთად, რომლებიც არიან ძალიან კარგი ისტორიკოსებიც, მცოდნებიც, ირანის პოლიტიკური ისტორიის ტური გავაკეთო. ანუ უბრალოდ რაღაც ლამაზ ქუჩებში კი არ გაგატაროთ და რაღაც სასახლეები კი არ გაგათვალიერებინოთ. უბრალოდ მთელი პოლიტიკური კონტექსტი დავინახოთ რაღაცა დროში, თანამედრო რაღაც ბოლო 2 საუკუნე და როგორ მოვიდა დღევანდელობამდე და ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ეს ძალიან საინტერესო ტური იქნებაო და ალბათ შემოგთავაზებთ მალე. ეხა ფერეიდანზე შემიძლია გადავიდეთ. თანამ ფერეიდანზე გადავალთ. პატა აბულაძემ დაგვისვა კითხვა, თან გაუხარდა ანონსიც დაგვიწერა. ფიქრობდიო, მე თქვაო, რომ იქნებ მოგეწვიაო და თან მე ვიფიქრე არ იფიქროს, რომ მე ზედმეტად ჩავერიე მის ამბავშიო და მომერიდა თქმა და კარგია რომ მოიწვიაო აღნიშნა და მადლობა ბატონო პატა ამის აღნიშნისთვის. კითხვა მოგწერა. იქნება გითხრასო ირანელი ხალხი შინაგანი განწყობები როგორია იქ სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართო. ხალხში როგორი განწყობებია? იცით როგორ ვთქვა, ერთი რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, ეხლა თავშივე მინდა ვთქვა, რომ ეხლა ესე ბრმად არ წავსულა ირანში ძალიან კარგად ვიცნობ სპარსულ ლიტერატურას, პოეზიას, ფილოსოფიას, ასე შემდეგ და ამიტომ ესე შორიდან იდეოლოგიურ დონეზე ჩემთვის ნაცნობია ძალიან და ეხლა ვინც იცის შენმა მაყურებელმა, მოდი შევახსენებ, ეხლა მე რადგან არჩიბალდ მეკეში მქვია, ჩემი დიდი ბაბუის გრიგოლ რობაქიძის წიგნის პერსონაჟის სახელი, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყოს სხვა შორის გერმანული თარგმანი ვეფხისტყაოსნისა არის ჩემი დიდი ბაბუის შესრულებული და წინა სიტყვაობაში აქვს ბრწყინვალე რაღაც დაწერილი გრიგოლს, რომ ვეფხისტყაოსანი არის სხვა შორის გრიგოლი ხსნის ძალიან კარგად რას იცი, რომ აი სწორედ ხაში რაც იყო კიდე სპარსეთის იმპერიაო რა, რომ ესე იგი კლასიკური გაგებით კოლონიზაცია, იმენა ტოტალური მიწასთან მოსწორება, ეს არ იყო რა, ეს იყო ორი ეს არისტოკრატიული შეხვედრა გასაგებია ამ დაპყრობითი ომითაც და იმითაც. იმიტომ რომ გერმანულ თარგმანში ვეფხისტყაოსნისა ძალიან კარგად აღწერს ამას გრიგოლი, რომ იქ უწერია, რომ სტილით სპარსული, მაგრამ არსით ქართული პოემა არისო და აი ეს არის სწორედ სპარსული კულტურის გავლენა ქართულ კულტურაზეო და იმიტომ რომ იცით, რომ უფრო ადრინდელი არის ძალიან ცნობილი სპარსული ნაწარმოები შაჰნამე და შაჰნამე ხარ არა მარტო საქართველოში იყო რაღაცა დიდი კულტურული გავლენის, არამედ მთელ მსოფლიოს პოეზიაზე მოახდინა ძალიან დიდი გავლენა. ხო, შესაბამისად კი ნამდვილად ვეფხისტყაოსანში ხა შეიმჩნევა ეს სპარსული პოეზიის სტილისტური გავლენა, მაგრამ აი კარგად წერს გრიგოლი, რომ არსობრივად ქართულ რაინდული არის და ამით განსხვავდებაო კლასიკური სპარსული პოეზიისგან. და იცი რა შევამჩნიე, ერთი რაც მინდა ვთქვა ძალიან გულით არის ის, რომ ყველანაირ ხალხში რა გინდა, ეხლა რადგან პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ამიტომ გინდა ახალისუფლების მხარდამჭერ, გინდა ოპოზიციურად განწყობილ ხალხში, რაღაცა ღირსეული მიდგომა აქვთ რაღაცების მიმართ რა, თითქოს ეს რაღაცა როგორც შორი რაღაცა თითქოს გახსოვს, რომ რაღაცა ჩვენთანაც ესე იყო თუ რაღაცა რა, რაღაც ემოციური მიდგომები რაღაცა, იმიტომ რომ აი კითხვას მინდა უპასუხო, ესეთი განცდა აქვთ, რომ აი მართლა გული წყდებათ, რომ ანუ აი როგორ შეიძლება მით უფრო ისლამური ქვეყნები იყო აი ესეთი მოღალატეობრივი, აი რაღაც აი შოქში არიან რა, რომ აი რანაირად და აი როგორ არ გეკადრებათ, ან იცი ეს მათ განადგურებას კი არ ფიქრობენ, ან სურვილი კი არ აქვთ ამისი, რომ აი მაგალითად როგორ თქვა, ხა წარმოიდგინე შენი თავი ჩააყენე ირანელის პოზიციაში, ხო, რომ ანუ მეც მუსლიმი, შენც მუსლიმი, ორივე უძველესი რაღაცა კულტურა, ცივილიზაცია და რანაირად ბიჭო ამერიკის ბაზები რანაირად დაიყენე ქვეყანაზე და ჩემზე რანაირად ასრულინებ რაკეტებს და რაღაცა ხო და ეხა აი თქვა სხვა ქვეყანაში ხო იქნებოდა რომ აი ღირსები ხართ ეხა თქვენ მიწასთან მოგასწორებთ ამოგხოცავთ მოღალატეებო რაღაც ეს საერთოდ არ არის მიდგომა აქვს ეგეთი რომ იქნებ რაღაცნაირად მოაბრუნონ სწორ გზაზე მორალურზე პირველ რიგში რომ ეს მათ არ ეკადრებათ პირველ რიგში ასეთი საქციელი იმედია ამომწურავად გავეცი ადამიანურად გასაგებია მე მგონი პატას გაიგებდა და ყველაც რას გულისხმობ ამაში ესეთ დამოკიდებულება
ხალხშიც და მთავრობის წევრებიც გავიცანი და იქაც რაღაცა ესეთი მიდგომები არის, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო ნამდვილად. ეხლა გაგიჩავთ ამით არჩიბალდ. ეხლა უკვე როგორ მინდა იცი რა კუთხით ვილაპარაკო. მოკლედ მე ვერ ვასწრებ ამ შემოსევებსაც ვაკონტროლებ. საგიჟეთია ქვემოთ, ვიცოდით ამას ველოდით მეც და შენც, არ არის პრობლემა. როდესაც ისეთ თემებს ვკიდევთ ხელს, გააზრებული გვაქვს რაც გველოდება ხოლმე და პირად შეტყობინებებში მუქარებზე შენ უკვე რეაქცია აღარ გაქვს და აქ ხომ მithumetes. შემოგეჭები. მე კი არა კაცო, ნიუ-იორკის მერს ემუქრებიან ისრაელის მეხოტბეები სიკვდილით და ეხა მე რომ შენა მოწყდი და რაღაც მითხრან ეხა ვაფშე არ გამიკვირდება უკაცრავ. კარგი გადახვევა იყო, ეხლა უკვე ფერეიდანზე გადავდივარ და მაინტერესებს რა. იქ ჩასულს სითბო და ის გარემოს სიყვარული რო დაგხვდებოდა მე აქაც ვიცნობ ფერეიდნელ ქართველებს ამაში ეჭვიც არ მეპარება. მინდა ისაუბრო იმ კულტურის ნაწილზე, რაც ქართული აქვთ იქ შემონახული, მეტყველება იქნება ეს ქცევა, მანერები, სტუმართმოყვარეობა, წვრილმან დეტალებში შადი ძალიან გთხოვ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მინახავს და ძალიან გული მწყდება რომ მინახავს ეგეთი ქართველები, ახალი წასული რომ არიან საქართველოდან და შეიძლება ქართული სიტყვა არ ასწავლონ თავიანთ შვილს და იქ ხალხი საუკუნეების განმავლობაში გულთან ახლოს ინახავენ ქართულ ენას და ძალიან სასიამოვნო მოსასმენია ხოლმე მათი მხრიდან ნასაუბრები ქართული, ძველი ქართულით საუბრობენ და ამ წვრილმან დეტალებზე ისაუბრე, ძალიან გთხოვ. ძალიან დიდი მადლობა თიკლა რომ მომენტში შესაძლებლობა რომ ფერეიდანზე ვისაუბრო. თავშივე ვიტყვი რომ ეს კი ამ გადარბენისა და უკანა ფრენის გამო მხოლოდ ორი ღამით აღმოჩნდი, მაგრამ ფერეიდანი იყო სულ ჩემთან ერთად პირველივე წამიდა, რაც ჩავიდი როგორც გითხარი მასპინძლები, ასლანი და ამირან ონიკაშვილები, აქედან დიდი მოკითხვა მანდ და სიყვარული, ძმები, არაჩვეულებრივი ოჯახი და ანუ ორი ღამით ვიყავი ფერეიდანში, ოქტომბერში აი იმ ტურს, რასაც ვამბობდი რომ იმ ტურში რა თქმა უნდა მინიმუმ 5 დღე იქნება ფერეიდანი, იმიტომ რომ თან ისპაჰანთანაც ახლოს არის და ესა თავშივე უნდა თქვა რომ ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ასევე იყო ჩასული იქ, ნუ ეხა მე ჟურნალისტი ვიყავი პრეზიდენტი, მაგრამ რომ არ ჩავიდა ფერეიდანში და არ ნახა იქ ქართველები, იმიტომ რომ მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ მხარდაჭერას ნიშნავს და იმიტომ რომ აი მაგალითად ილია მეორე ჩვენი პატრიარქი რო იყო 1999 წელს ირანში ჩასული აიათოლა ალი ხამენეის მიწვევით, ხაზგასმით და ძალიან დიდი შეხვედრა ჰქონდათ. მერე თავად აიათოლა ალი ხამენეიმ გააცილა ფერეიდნისკენ, თვითონ ფერეიდნელებმა მომიყვეს რომ ამ შეხვედრის მერეო ისედაც არაფერზე პრობლემა არ აქვს რა, სრულად ინტეგრირებულები არიან ენის შენახვის, ყველაფრის ან უფლება აქვს, მაგრამ ამ შეხვედრის მერე განსაკუთრებითო სამ ქადაგება არ ქვია ამას ისლამში, გამოსვლა ქვია უფრო რა. მაგრამ ჩვენებურად თუ გადმოვთვალო, ქადაგებაში გვახსენაო ხამენეიმო, რომ იმიტომ რომ ტექნიკურად ყველაზე პატარა ეთნიკური უმცირესობაა, იმიტომ რომ სამხედრო პერსპექტივი არიან ქურთები, ავღანელები, ტექნიკურად გამოდის ყველაზე პატარა უმცირესობა და ხო ითქვა ხა პოლიტიკა როგორ არის მოწყობილი რა, რომ რაც უფრო დიდი ჯგუფია, იმას უმიზნებ რა, იმიტომ რომ პოლიტიკურად გაწყობს რა, ყველაზე პატარა ჯგუფი არ გაწყობს, იმიტომ რომ არც არჩევნებში ბევრი ხმა, არც ისა და სამჯერ გვახსენაო გამოსვლაში და იმის მერე კიდევ უფრო მეტად გვახსენ ყოველდღიურადღე და ესე თქვაო ერთ გამოსვლაშიო, რომ თქვენ ხო იცით რომ ისპაჰანთან ახლოს ჩვენში ქართველები ცხოვრობენო და მათო განსაკუთრებული სიყვარულით და იმით უნდა მოვეგებოთო რაღაცა და იქ პატრიარქის ახსენაო, იმაშიო ის შეხვედრაო და ამან ჩვენზე ძალიან პოზიტიური გავლენა იქონიო. რადგან ეხა დეტალებში შედიო ხარიოს სანამ დეტალებში შევალ, მინდა რომ შენი ეთერი გამოვიყენო თუ შეიძლება იმისთვის რომ პატარა ისტორიული ნარატივიც მისცე, იმიტომ რომ ჩვენ მეგობრებო ქართველები არა მარტო საქართველოში დავრჩით ცოტა, არამედ მთელ მსოფლიოში ცოტა ვართ რა და ერთმანეთს არასდროს რაღაცა არ უნდა ვაწყენინოთ ისე, რომლის გამოსწორებაც მერე იქნება შეუძლებელი და ძალიან გულსატკენიერი ხოლმე, იმიტომ რომ ეს სენტიმენტიც იქ შემხვდა და ძალიან მეგობრულად ძალიან გაუხარდათ რომ ცოტა სხვანაირი გაგებით ვეკიდები ამ რაღაცებს. ესე იგი დავიწყოთ ეს რაღაცა. ესე იგი ფერეიდ ქართველების გადასახლება ირანში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე ანუ რაღაც სოციალური ინჟინერის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მაგალითი იყო ეს სპარსეთის იმპერიისა, როდესაც ანუ ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძველი ამის იყო ის, რომ თავად აზნაურობისთვის საქართველოში უნდა გამოეცალათ გლეხობა, იმისთვის რომ ანუ ეკონომიკური კოლაფსი გამოეწვიათ რა, იმიტომ რომ ეხლა თავადი არ მუშაობდა, აზნაური არ მუშაობდა, შესაბამისად
გლეხს და ქვეყანა ჩამოიშლება რა. ანუ ეს იყო მიზანი. მაგრამ ამის გარდა იყო მეორე მიზანი კიდე. მეორე მიზანი იყო სამხედრო ელიტის შექმნა უცხოელებისგან. როგორც დავით აღმაშენებელი ყივჩაღები, როგორც რუსეთის მეფის კარზე იყვნენ პრუსიელები სულ დაცვა და რატო ხდება ხა ეს ტაქტიკურად ირანშიც რატო მოხდა ეგრე და თქვათ რუსეთის მეფესაც რატო ყავდა გერმანელი დაცვა და გერმანული სამხედრო ელიტა და დავით აღმაშენებელს ყივჩაღები, ხო? როცა შენ სხვა ქვეყანაში როგორც თქვა ეთნიკური დასაყრდენი არ გაგაჩნია დიდი, აი მაგალითად კარგად მინდა რომ გასაგებად ავხსნა ხალხისთვის. როცა შენ ხარ საქართველოს მეფე და შენი გენერლები არიან მაგალითად პირობითად იმერლები, კახელები, ქართლელები და ასე შემდეგ, ის შეიძლება გაიქცეს მოზემნოს ვიღაცა იმერელი თავადი, კახელი თავადი, ისა იმას შეეკრას, მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება, მე მოიყვანოს კახელი მეფე ან იმერელი მეფე ან ასე შემდეგ და იგივე რუსეთში, გერმანიაში, ირანში ასე შემდეგ. შესაბამისად, მონარქია იყო დაინტერესებული რომ სამხედრო ელიტა ყოფილიყო უცხოელი, რომელსაც ადგილობრივზე არ ქონდა დიდი დასაყრდენი, იმის გამო, რომ მოკლედ როგორ თქვა ეს ქართველი სამხედრო ელიტა იყო პირველ რიგში დაინტერესებული შაჰის კეთილდღეობით, იმიტომ რომ იმას რომ რამე მოსვლა და პირველი ამას წააცლიდნენ თავს. შესაბამისად ეს ამ ტაქტიკის გამოც, მათ შორის გადაწყდა რომ ესე იგი თვითონ ფერეინელებმა მითხრეს რომ ეს ადგილიო, იმიტომ აგვირჩიეს რომ ძალიან მაღალმთიანი რეგიონია რა და მთელი ირანისგან განსხვავებით, ნუ ისე და ჩრდილოეთშია, მაგრამ მაინც ძალიან გრილ ადგილად ითვლება და ეს ადგილიო იმიტომ შეგვირჩიესო თავის დროზეო, რომ რაღაც ლეგენდად დადის რა ეს ამბავი, რომ ესო ძალიან რო არ დაცხეთო იმათო და წუწუნი რო არ დაიწყონო და კარგად უქიქინებს მოკლედ რა იქ რა. და ესა, ნუ ესე იგი, ცრემლების გარეშე ამაზე ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ ისტორიული კონტექსტები მინდა გავუძახო. ამას წესით ქართველი მეცნიერები უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ეხლა მეცნიერება ყველაფერი მართლა დამცრობილია საქართველოში და ასე შემდეგ. აი ხა ვიტყვი ახლა რაღაცას რაც მინდა რომ იცოდეთ რომ ჯერ არ დამიდია კიდე ამ ფერეიდანზე ვიდეოები ბევრი და რომ დაიდება რომ უმორჩილესად გთხოვთ, იმიტომ რომ მოვეფეროთ, მოვესიყვარულოთ ერთმანეთს. ნახეთ როგორ რაღაცა 4 საუკუნის ანუ ნებისმიერ ფეოდალურ სამყაროში, რესპუბლიკურში არა, ანუ დაემხო მონარქიები და შაჰი ასე. ყველა სახელმწიფო რელიგიას იყენებდა როგორც ინტეგრაციის ინსტრუმენტს. განსაკუთრებით უცხოელების ან დაპყრობილი ხალხის ან თვითონ საკუთარი შიგნით. იმიტომ რომ როცა ვლაპარაკობთ მაგალითად რომელიღაცა ქვეყნის ან იმპერიის მიერ მეორე ხალხების თქვა სხვა იზოლების, სხვა რელიგიაზე გადაყვანას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითონ ის სამეფო ელიტა იყო მორწმუნე ან ასე შემდეგ. გოლესტანის სასახლეში რომ შეხვიდეთ, ანუ აი შაჰების სასახლეში რა ძველი შაჰ-აბასებიდან და იმებიდან, კედლებზე იცი რა ხდება? რა ის ისლამი, ტიტველი ქალები და რაღაცა ეგეთი რაღაც ნახატები არის, ანუ ხო ხტები, ანუ აი ეს მინდა ახსნა რის გამო. იცი რომ რელიგია იყო საზოგადოებრივი როგორ თქვა ინტეგრაციის ინსტრუმენტი. დღეს ხო სამოქალაქო ინტეგრაციაზე ვლაპარაკობთ რა, ანუ რომ რაღაც ეს და მაშინ რელიგია იყო სამოქალაქო ინტეგრაციის ინსტრუმენტი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აბსოლუტური უმრავლესობა 99% არის შიიტი მუსლიმი. და რატო ვაკეთებ ახლა აი ამ შესავალს რა, იმისთვის რომ არ ვაწყენინოთ ხოლმე ნებისმიერ სადმე სიტყვა ფერეიდანს დაწერ თუ არა, ყველგან ჩნდებიან ეგრევე ყველაფერს უყურებენ, ყველაფერს კითხულობენ ცრემლებით და ასე შემდეგ. ამიტომ ის რომ 4 საუკუნის თავზე შემოინახეს ენა ქორწინდებიან მარტო ქართველზე, რომ ეს არ დაიკარგოს. მარტო ფერეიდანში კი არა, თეირანში არის 6 მეჩეთი, სადაც მარტო ქართველები დადიან იმის გამო, რომ დაორგანიზონ ქორწილები, რომ ქართველი ქართველზე და არავითარ შემთხვევაში სხვა რაღაცა არ მოხდეს. რომ გვესმოდეს რა, რომ 4 საუკუნეში ენის კულტურის და იდენტობის ასე შენარჩუნება უკვე არის აი ძალიან დიდი გამარჯვება. მეორე ხა რაღაცა შემხვდა ხოლმე ერთი კომენტარი რომ აუ ის რა ქვია ისლამი მიიღეს და ასე შემდეგ. ანუ ხალხო მომისმინეთ სამივე აბრაამისეული რელიგია, ანუ იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი შეუძლებელია რომ იმაში ძალით ჩაერთვებით თუ ნებაყოფლობით, რომ იქიდან ესე ადვილად გადახვიდე სხვა რაღაცაზე. ნახე და არც საქართველოში არ შემოსულა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით საქართველოს ისტორია, რა ვიცი, მაღალმთიან საქართველოში ქრისტიანობა იავარდით შევიდა, ხო? საქართველოს ისტორია ხო ვიცი, დღემდე მაღალმთიან გინდა თუშეთში, ხევსურეთში ასე შემდეგ, ქალის იქ გავლა არ შეიძლება და აქ გამოვლა არ შეიძლება და იქ საოცარ ეს ქრისტიანულია? დღემდე ამდენი საუკუნის მერე არის წარმართული ხედვები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. აი ეს ხო იცით ეხლა ეს ყველამეს ქალის გავლა იქ არ შეიძლება და აქ არ შეიძლება ხო? ეს ხო ქრისტიანული არ არის. ეს არის
წარმართული. მაგრამ შემორჩენილი იმდენად რომ რაღაცა ხო? ეხლა შენ ლაპარაკობ იმაზე რომ ადამიანმა ისე თუ ასე ძალით თუ არაძალით მიიღო რაღაცა რელიგია და რას ქვია ეხლა მამა პაპის რელიგიაზე არ ხარ? მამა პაპის რელიგია ეგრე ეხლა ესე მეორე კუთხიდან რომ შევხედოთ რა, ცოტა რადიკალური ვიქნები ეხლა არ მომერიდება რა. ჩათვალეთ ეხლა რადიკალურ მაგალითს მოვიყარ, რომ პირველ საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ქართველები რომ სადღაც დღეს ლევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ საცხოვრებლად და უცბად მობრუნდნენ საქართველოში და ვაიმე თქვენ კაცო ქრისტიანები გახდით და მამა პაპის რელიგია დაკარგეთ და რა გჭირთ კაცო და კი ქართულად ლაპარაკობთ, მაგრამ აგერ რაღაცა ქრისტიანობაზე გადასულ ხართ, მამა პაპის რელიგია დაკარგეთ. აი არ მოსულა ამის თქმა მინდა რა, იმიტომ რომ ამას ძალიან ტკივნეულად აღიქვამენ იქ. მიხდი? რომ ანუ და აი იქ მინდა რომ ეს ლაივი გამოვიყენო იმისთვის რომ იცოდეთ რომ ყველა კომენტარს კითხულობენ სანამ სიტყვა ფერეიდანი თუ არის ასე შემდეგ. ეხლა გავაგზავნებ შევალ დეტალებში და ასე შემდეგ. ესე იგი ხალხო აი ეცადე ძალიან არ ამიტირო მაყურებლები, იმიტომ რომ მე უკვე რემლები მეტყობა თვალი. ნახე შეხედე, შედიხარ ფერეიდანში და აი ეგრევე ტირილი გიწება. ყველგან საქართველოში აღარ არის ხალხო ქართულად წარწერები და სიგარეტის ჯიხურსაც კი ინგლისურად აწერენ რაღაცებს. ყველა ფერზე ქართული წარწერები ძალიან ეს იყო საყვარლობა იყო სოფელ ტელეფონი, სოფელ პლაზა, რაღაცა ეგეთი რაღაცები ქვია, ქართული ტანსაცმელების მაღაზიები, ყველა სასაფლაოზე ქართული წარწერები ლექსები. მათ შორის ცალკე სასაფლაო ირანის ეროვნული გმირების, აი სწორედ ერაყის ომი რო ვახსენე, იქ ძალიან ბევრი ის იყო, რა ქვია, ქართველი გენერლები. და იმათი ის მათ შორის აი ჩემი მასმინძელი ერთ-ერთი ამ ირანის და ასლანის ბიძა არის იმ ომში დაღუპული ფერეიდნელი ქართველი, რომელიც ესენი მიყვებოდნენ და რომ ეს ძალიან ეს პატრიოტი ტიპი იყო და რას ქვია, ეხა ერაყი და ამერიკა დაგვესხათავს, დედას უტირებთო 23 წლის გავარდა ფრონტის ხაზზე. და დაიღუპა იქ და ნებისმიერ მაღაზიაში, რომელშიც შეიძლება ანუ 90% ქართულად დაწერია, რო შეხვიდე და შეიძლება ქართულად არ ეწეროს. პირველი მქონდა მოდი ეს ადამიანი მეგობრულად მოგიყვებით, რა თითქოს ეხა ჩემთან ხარ სახში სტუმრად მოსული და არა ლაივში და ესე თითქოს გიყვებით რა. აი ესე გავიარე, მე მარტო მინდა თქო რა და ესენი დავტოვე და გავიარე ერთ მაღაზიაში შევდივარ, ახლა ქართულადაც არის, აი ქართველები ხართ კაცო, ქართველები კი და ყველა მოდის გეხუტება, გეფერება, ცრებლები ჩემთან ოჯახში წამოდი რაღაცა, ხო? რაღაც მომენტში ესე ქუჩაზე გადავდივარ და პოლიციას აქვს გზა გადაკეტილი და რაღაც ამბავზე არ ვიცი და ეს გადავდივარ ქუჩაზე და პოლიციელებს გავხედა და ქართულად მეუნები, მე ეხლა არ მითხრათ რომ თქვენ ეს ქართველები ხართ თქო და იქიდან ორმა მე ვარ ძმა და ანუ აი როგორ ვერ ჩერდები ტირილით ვერც ერთ მომენტში და ესე იგი ამ ონიკაშვილების ოჯახში ვიყავით, ნუ იქიდან სვანები არიან სხვა შორის იოსელიანები, ერთი ბაბუი იყო მოდიოდა და შორდნენ ესო იცი ეს მასწავლებელი არის სკოლაში იოსელიანი და გავხედეს და მე ქართველი ხარ მეთქი და კი აბარაო და გამოქანდა ესე რა მეთქი შენ მეთქი უბრალოდ ქართველი კი არა ხარ შენ დაჟე სვანი ხარ მეთქი კიდე რაღაცა პირველი ხარისხის ქართველი ხარ მეთქი ძალიან ბევრი ვიხალისეთ ამაზე და ესე იგი ძალიან მოკლედ მინდა იმის თქმა რომ ძალიან შთამბეჭდავი არ არის მე მიმაჩნია რომ ქართველი ანუ საქართველოს დაბადებული ქართველი არ უნდა მოკვდეს ისე რომ არ წავიდეს ფერეიდანში და არ ნახოს ფერეიდანი და ეს ძალიან გული წყდებათ მთავარ რაღაცაზე რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ესე იგი ეს ოფიციალური არ არის იმიტომ რომ ოფიციალურად უვიზო მოსლა გვაქვს წნეხით საზღვარზე მიდის ბრმა გაცხება. წარმოიდგინე, ესე იგი, აი გაგიჟდებ მანქანებს დადიხარ, ყველა მანქანას აწერია ქართულად წარწერად. ესე იგი, ინშალა არის გადათარგმნილი ქართულად და ანუ უფლის იმედით ნახვამდის 400 წლის მონატრება. აი ესე აწერია მანქანებს. 400 წლის მონატრება. წარმოიდგინე და საქართველოში მოდის და ვიღაცა საზღვარი თიკუნა ის იქ რა ქვია, საზღვარი და no ეუნება რა თან კომენდას რეჟისორს და თან თამას რეჟისორს მესაზღვრე იქნე no ეუნება მიხდი და კაპიქზე ადებს რა რომ ფრენა იყიდოს ის იყიდოს რომ საქართველოს ნახოს მიხდი და ის ეუნება რომ არა აი პროსტ ბრმათი ხრილავენ რა რომ 10-დან 5-ს არ უშვებენ რა რამე მიზეზი საბუთი რა არა პროსტ იმიტომ რომ ისრაელის მოსადი და ამერიკის უშიშროება საქართველოს ის თქოს რომ ბრმად გაცხრილე საზღვარზე 10-დან 5 არ შემოუშვა
წარმოიდგინე რა შეიძლება ყველა მას გეუბნება რომ აი ეს მოდიან და გაჩერებენ რომ ძმა საქართველოში მოვდიოდი პირველად მინდოდა მენახა ისა და აი ესე ვიყავ ესე და მესაზღვრემ გამომაბრუნა აი ეს რა არის ხა მიხსენით პროსტო და აი ეს რო ჯღავი ხარ და რო გინდა რომ ხამხალ საუცნა რომ ბოდიში ხა მე არც ფავრობა ვარ და არც ისა ვარ და მაგას მე ხა ვერ მოვაგვარებ მაგრამ მაქსიმალურად ბევრს ვილაპარაკებ ამაზე რა ანუ აი სიგიჟეა უბრალოდ ხო ეხლა კიდე რას მინდა თქვა ასევე ძალიან გაუხარდათ რა იცი სიტყვით გამოვედი მიტინგზე აიათოლა ალი ხამენეის დაგრძალვის ბოლო დღეს ანუ 9 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო ესეთი რაღაც მიტინგები ვითაწყობენ რა თან გამოსვლებია თან გახსენება თან სიმღერები და შემდეგ და იქ მთხოვეს ფერეიდნელმა ქართველმა ძალიან მთხოვეს საქართველოსთან რო ხარ ჩამოსული რომ ეხა წამოდიო იქო რა და ესე იგი მაინც ხო მივეჩვიე რა რომ ყველა სესმის ქართული თუ რაღაცა რა მაინც ხა მიტინგზე რო ავედი სიტყვით ხო ეს დაძებო და მაინც ვიკითხე რა ანუ მეთქი არ ქართულად უნდა ვილაპარაკო თქო და კიო რა თქმა უნდა და ავედი და გამარჯობა მეთქი და უცბად აი ყველას თავი გამოტრიალდა ყველა კუთხიდან რომ ეგრე აქცენტით მიხვდნენ რომ იქაური გამარჯობა არ არის რა ქართული გამარჯობა რა და ეგრე გამოტრიალდნენ და მეთქი პირველ რიგში მეთქი მინდა გითხრათ მეთქი საქართველოსთან ვარ ჩამოსული მეთქი და აქ ვარ ჩამოსული იმისთვის რომ სამძიმარზე ვარ მეთქი ჩამოსული გარდაიცვალა თქვენი სულიერი ლიდერი ასეთ და ასეთი ადამიანი მეთქი და ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და რა ხდება თქო იცი აი ერთი ალბათ 500 კაცი იყო იმიტომ რომ ეს სოფელია რა ხო ხტები პატარა რამდენიმე სოფელია რა ეს რაიონში 500 კაცი ხა იქ ბევრია რა მე 500 კაცი საქართველოს თავრობის გადადგომას იტყოს იმას სოფლისთვის ბევრია და ყველამ დაიწყო ტირილი რო ჩამოვედი ფოტოები ვიდეოები ამ ყველაფერი მაგ ხა დავიწყებ გადმოდებას აი მართ ერთი 100 კაცი გამოვარდა ჩასახუტებლად რომ ანუ ყოფილანო რა ვიღაცები საქართველოსთან ჩამოსულიო და პირველი არა ხარო ვისაც უყურებთ რა მაგრამ აი ესეო რომ ამ დღეს ჩამოხვედი ჩვენთან სამძიმარზეო ჩვენი ამ ტკივილის გასაგებათო აი რა ხდებოდა აი ხა სწრებლები მომდის ვაპატიეთ რაღაცა ეს არ მიყვარს ეს ეთერებში ემოციურობა თუ რაღაცა მაგრამ აი ესე ჯღაოდნენ ამის გამო უბრალოდ იმის გამო რომ არახარ რომელიღაცა გიგა ბოკერია თამარა ჩერგოლეიშვილი და არის ილანძღები იფურთხები და არის იგინები და საფლავში იფქენი და რაღაცა ის ჯოჯოხეთებს რო კითხულობენ იქიდან კომენტარებს და რაღაცა ის და ამის გამო და იყო ჯღავილია ესეთი რომ აი ესე რომ ჩამოხვედიო სამძიმარზე თუ ჩამოსულან აქ ვიღაცებიო რა და ნუ ხო ხტები რა აი გულში ჩახუტება ტირილი ასე შემდეგ და აი ყველა რომ მოდის და მაქსიმალურად რო ცდილობს გამოწუროს ყველა სიტყვა ქართულად რაც იცის როგორ ლაპარაკობს ისეს და მე რა ჭირთ იცი არასდროს რო თუ მოხდებით ფერეიდანში შეეცადეთ რომ სხვაჩერს ძალიან უცნაური რაღაც მოხდა ლინგვისტურად რა არ ვიცი ეს რისი ბრალია არა ვარ ხა ირანისტი არც სპარსული ენა ვიცი რომ ეს კი ხო ძირითადად კახელები წაიყვანეს რა მაშინ კახელები და ქართლი და მაგრამ მე რაც სპარსულ ენას შეერწყა გაგიკვირდება და აჭარულ დიალექტი გაგახსენდება. აი რო ლაპარაკობდნენ მეგონა რომ რაღაცა აჭარული საიდან თუ რაღაცა რა მიხდი საქართველოსთან ჩასული ქართველი რომ ელაპარაკები ცოტა იმორცხებენ იმიტომ რომ ანუ აი შენ რაღაცა ეს თანამედროვე სწრაფი ქართულით ლაპარაკობ და უფრო აი ხო იცი რაღაცა ენა რო იცი და თან არ იცი და ვიღაცასთვის რომ პირდაპირ ეგენაა და ეხა იმასთან ცუდად არ გამოჩნდეს თუ რაღაცა იძავებიან და ამიტომ რომ ჩახვალთ აუცილებლად შეეცადეთ რომ ისაუბროთ ნელა გამოთქმით და არა თბილისურ სწრაფად. როგორც ლაპარაკობ მე უკაცრავად თქვენთანაც და ფერეიდნელებთანაც. ხო რავი ეხა ადამიანური მას მოყვები და ესე იგი რეზო პაპა არის ძალიან მაგარი ჩვენ ეხა ორი ღამე ვიყავთ ხო წარმოგიდგენთ და ერთი სული მაქვს ოქტომბერში როდის გავარდები განსაკუთრებით ფერეიდაში ამ ტურისტებს რომ გავუშვებ მე დავრჩები კიდე 1-2-3 თვე ისე შემიყვარდა იქაურობა და ხალხი რეზო პაპა ასლანის და ამირანის მამა ესე იგი რა აქვთ იცი სოფლების გარეთ, ეს კი სოფლის მეურნეობა მთელი რაში არის ძალიან გამართული რა. ანუ აი დაჟე აი უდაბნო ადგილები სადაც არის სარწყავი სისტემები გამართული, ყველაფერი და ეს კი ჩვენთან რაც არის დინარეზე გასვლა და მწვადი შეწვა, იქ არის ყველას აქვს საკუთარი მიწები და ბაღები, ანუ ხეხილის ბაღები. და ეს ყველაფერი იზრდება ძალიან დიდი, იმიტომ რომ 0 დიდხანს არის რა,
ახალგრადუსზე რა ბალი არის ამხელა გავიჟდი პირველად ნახე ბალი ცხოვრებაში და თან შეუწამლავიაო მეთქი აგერ მეთქი ეზოში რა აღარ წაუსვი ვეღარაფერი ვეღარ უშველე ხო და ბაღებში გასვლა ამ ბაღებში აქვთ ყველას რა ბაღებში აქვთ პატარა 15 კვადრატული შენობა რო წარმოიდგინო მისაძინებელი სამზარეულო რაღაცა რომ სამწვადის შესაძლებელი და ასე შემდეგ რა და იქ ვიკითხე რომ მეთქი ეს ამდენი ხეხილი რო გაქვს მეთქი რა ხდება მეთქი ბენზინის ბიზნესია ან მე ყიდით თუ რაღაცა თქო და ძალიან გამიხარდა რომ ეს მარტო არა ქართველ ირანებში არამედ ზოგადად მთელ ირანში ესე არის რა რომ არა ჩვენთან ხილიო არის ესეთი სოციალიზაციის თემაო რა რომ უნდა დაკრიფო მეზობლები დაპატიჟო ვისაც არ აქვს ბაღი მე ქალაქში ნათესავი ახლობელი ჯგუფელი კურსელი იმათ უნდა გაუგზავნო რომ იქ ქალაქის არ იყიდონ და ასე შემდეგ და ხილი არის მთელ ქვეყანაში რაღაცა ერთგვარი შეჯიბრი რა რომ აი გახედავენ ერთმანეთს ბაღებს და აბა ეხლა ნახე ჩემი ბალი და იმისი არ გაწელს და ნახე და გაუგზავნოთ თორე ცოდოა და რაღაცა და ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო ხაჭერს მე ხა მაინც ეგოს კულტურის სფეროდან მოსული სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი აკადემიური ფესტივალის მოსული ადამიანის რომელსაც კულტურის თეორიაც მაინტერესებს ლიტერატურაც და ასე შემდეგ ძალიან საინტერესო დასაკვირვებელი იყო ჩემთვის აი სულ ფიქრობდი რომ როგორ რატომ აღმოჩნდა ეს ხალხი ესე კომფორტულად იქთქო რა და მივედი ეგეთ დასკვნამდე რომ ქართული პოეზია და სპარსული პოეზია ამ ორი სახელოვნებო სულიერი ენით ორი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ერთმანეთს ძალიან მაგრა უგებს ადგილზე იმიტომ რომ ნახე რა არის აი ჩვენთან ხო არის რომ ეხა გასაგებია რომ რელიგიის გამო ალკოჰოლი არ არის ხო ჩვენთან ხო არის მაგალითად რომ აი კაცი მოვიდა ოჯახში და მაგარი სადღეგრძელო თქვა და აი შეიძლება 10 წლის მერეც გაგვახსენდეს რომ ისე აი ამ კაცს ასეთი სადღეგრძელო თქვა და ესე თამადა იყო და ესეთი მართლა ჩააქსოვა და ცოტა ლექსშიც გადაიყვანა და შემდეგ. იქ არის როგორი რაღაცა იცი, ან თვითონ ირან სპარსელებში რა, ამ პოეზიის კულტურის გამო, რომ ანუ აი კაცი ჩვენთან მოვიდა და ისეთი ლექსი გვითხრა რომ გვატირა. და აი როგორ ვიტირეთ. და ამიტომაც ძალიან ის იყო რომ სასაფლაოებზე ქართული წარწერები იყო სულ ლექსები და ძალიან სენტიმენტალური ლექსები რა, ძალიან სენტიმენტალური ლექსები რა. და აი ფერეიდანმა ქართველებმა მითხრეს რომ ესე იგიო ჩვენთანო ფერეიდანშიო აბსოლუტურ უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, მაგრამ ხო არის სპარსელებიც რა, ვინც ცხოვრობენ რა. და ისინიო სულ იმაშვებიანო ეხა უკვე თანამედროვე ხელოვნური ინტელექტით რა, ადრე გვეკითხებოდნენ რა, რომ აბა გადამითარგმნე ქართულად რა წერია, ლექსი რა არის რა და ამ ლექსს რო ეუბნებოდნენ და ისინიო ცალკე ტირილს იწყებდნენ რომ აი თქვენ როგორი ლექსები გცოდნიათ და ეს რა ხდება და მოკლედ აი ესეთი კარგი პოეზიით ეთამაშებიან მივხვდი რომ მართლა ცოტა ესე გადაჭარბებულად თوار ჩამივიდით აი მართლა ჩემი ბაბუას რაც უწერია ვეფხისტყაოსნის გერმანული თარგმანის წინა სიტყვაობაში რომ ქართული პოეზიისა და სპარსული პოეზიის დიალოგი როგორც კულტურული ფენომენი ამას ნახავ რეალურ ცხოვრებაში გათამაშებულად ფერეიდაში როცა არა მარტო პოეზიაში არამედ ელემენტარულ სულისკვეთებაშიც ხვდები აი ხო არის რომ როცა არაქმშობა როგორ აღმოჩნდა რომელიღაცა ხალხი სხვა ტერიტორიაზე არაქმშობა ისინი აქეთ მოვიდნენ თუ შენ წამოიყვანე ძალით მე ხო დგას კითხვა რომ როგორ შეიძლება ორმა ეთნიკურმა ჯგუფმა კულტურულად გაუგოს ხო ერთმანეთს რა მან ხვდები რომ ქართული პოეზია და სპარსული პოეზია აღმოჩნდა ამათი რაღაცა საერთო სენტიმენტი რითაც რაღაცა კარგად გაუგეს ერთმანეთს და ამიტომ გახსოვდეთ რა მეგობრებო ამის თქმა მინდოდა მოკლედ რა რომ გავაგზელებ ხა კიდე ამ თეკლამრას თქმა მაგრამ ამის თქმა ანუ 4 საუკუნის თავზე ენის, კულტურის, იდენტობის, გენეტიკის შემონახვა ეს არის რაღაცა მსოფლიო რეკორდი, ხტი? და აბრაამისეული რელიგიები, იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი სამივე არის ისეთი რაღაცა ფუნდამენტური წარმოდგენებით სამყაროზე, რომ იმას იავარდით მიიღებ ბუნებრივად, მამაპაპისგან გერგება თუ იძულების წესით, იქიდან ასე გადათამაშება ესე ადვილად არ ხდება. და პატივი ვცეთ, მით უმეტეს საუბარია რელიგიაზე, ისლამზე, თქვათ იუდაიზმისგან განსხვავებით, სადაც იესო ქრისტე და ყურანში საერთოდ ცალკე თავია მარიამ ღვთისმშობელზე, ქალწული მარიამი, იესო ქრისტე და მარიამ ღვთისმშობელი და კიდევ ბევრი სხვა აღიარებულია, როგორც გასაგებია ხა
ჩვენთვის ღვთისძეა, მაგრამ მათთვის აი როგორც აი მოჰამედი, იესო ქრისტე, მარიამ ღვთისმშობელი, ესენი ყველანი არის მოსე, ესენი ყველანი არიან, ანუ ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა და ყურანი, ანუ იმასაც აღიარებენ. ხტი თორასაც ახალ აღთქმასაც და მე შემდგომში უბრალოდ ამიტომ არის ახლა მაშინ ერთი რელიგია იქნებოდა, მაგრამ ამიტომ არის განსხვავებული რელიგია, რომ ის უბრალოდ აღიქვამს, რომ ანუ ღვთის ბოლო სიტყვა არის ყურანი, ქრისტიანებისთვის არის ღვთის ბოლო სიტყვა ახალი აღთქმა, ებრაელებისთვის ძველ აღთქმასთან დამთავრდა და ქრისტე არის აფერისტი, მათყუ არა. ეხლა მაგალითად მუსულმანებისთვის ქრისტე არ არის ეგ რაც ებრაელებისთვის. არის ზუსტად ისეთივე ღვთისგან მოვლენილი, მათ შორის მარიამის უბიწობა და ასე შემდეგ პირდაპირ ყურანში არის აღწერილი. შესაბამისად არ არის ეს ისეთი რელიგია მათთვის, რომელიც რაღაცა რადიკალურ დაპირისპირებაშია ქრისტიანობასთან. მიხდი, როგორც მაგალითად იუდაიზმი. შესაბამისად ეს მიდოდა მე თქვა რომ ეს დამჩა რა იქ რო ხვდებოდი რომ ეს ხინჯათ აქვს მოხვედრილი რა და იმიტომ ცდილობენ რომ ეგ აღიხსნა რომ აი ძმა რა მნიშვნელობა აქვს მე მუსულმანი ვარ თუ ქრისტიანი ვარ მე ხო ქართველი ვარ მე ხე და აწუხებთ აშკარად არაერთხელ ავთავთ ამ თემაზე ვიღაცებს ნათქვამი და ამ სისულელე კომენტარებს ხედავენ ინტერნეტში მე ხე და ეგ აწუხებთ მე ხე ეგ აწუხებთ თორე ნახავ იქ ფერეინელ ქართველებს რომელიც თქვა მართლმადიდებლური ქრისტიანობა აქვს მიღებული ანუ თავიდან. მაგრამ არ აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს ამის სურვილი, ხტი? და ეს არის ხალხო ბუნებრივი და უნდა გავიგოთ და ამას პატივი უნდა ვცეთ. და არ ვატკინოთ გული ამ რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა შემოვჭით ქართველები და მით უმეტეს. ასევე მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ეს კი მიმიწვიეს ფერეინის მუზეუმში, ეს კი მუზეუმი აქვს, სახელმწიფო მუზეუმი, მერი გუბერნატორია, ყველა ქართველია. და მიმიწვიეს სახელმწიფო მუზეუმში ფერეიდაში, სადაც დაცულია მთელი ისტორია 19 საუკუნის ბოლომდე, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ რა, რომ აი პირველი ვიზიტები რო განხორციელდა საქართველოდან ქართული ანბანის ნახატები, ანუ ჩვეულებრივად, ანუ აი ირანის სახელმწიფო მუზეუმებში არის სახელმწიფო დონეზე აყვანილი ქართული კულტურული მემკვიდრეობა ირანის შიგნით. და იქ მიმიწვიეს, რომ ეს სიტყვით შეხვედრა დააორგანიზეს, რომ ეს სტუმარია ჩამოსული რაღაცა და მე ხო არ ვიცოდი რომ მივდიოდი, რომ კი ვიცოდი რომ კი ქავთრები გავიპარები ყველა რენჩ ფერეიდაში, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული და ძალიან ისე სწრაფად გადაწყდა ჩემი წასვლაც იქ და ამიტომ რაღაცა მომზადებლად ვერ წავედი, მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ ჩანთაში აღმოჩნდა პირადად ბაბუის ბიბლიოთეკიდან გველის პერანგი და გადავეცი მუზეუმს საჩუქრად. რომ მეთქი თან მით უმეტეს ახლა გველის პერანგი ვისაც გაქვთ წაკითხული, იცით რომ იქ ირანში წხდება მთელი ამბები და მეთქი რაღაცა ის არის თქო წიგნის გაცოცხლებასავით რომ არჩიბალდ მეკეში ვარ ჩამოსული და გველის პერანგს ჩუქნი ირანში ფერეიდაში თქო და რაღაც იყო ბევრი ტირილი ჩახუტება ამაზე და ასე შემდეგ და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ჩვეულებრივი არიან ქართველები ირანელი ქართველები ანუ ირანის უყვართ და თავიანთი ისტორიული სამშობლოც უყვართ და უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის რომ შეხება ქონდეთ საკუთარ ისტორიულ სამშობლოსთან და ხალხთან სხვანაირად არიან აბსოლუტურად ინტეგრირებულები პოლიტიკაში, კულტურაში, ყველაფერში. მე თეირანის ქართველობა კიდე საერთოდ სხვა ფენომენია. თეირანში რა ხდება, ეს დაგატარებენ მაგალითად და გაჩვენებენ, ანუ ხო თქვი რომ ქართველებისგან დაიწყო სამხედრო ელიტის შექმნა, თქო. და ამ სამხედრო ელიტიდან მე ვიღაცები გამოვიდნენ პოლიტიკური ელიტაც. მაგალითად უნდილაძე იყო ეგეთი გენერალი, რომელმაც სხვათა შორის ეხლა აი ამ ვაიმე ეს იყო ძალიან ეს უნდა მოუყვე. ეს კი ირანის ტელევიზიებში ტრიალებდა რა ამ ჰორმუზის სრუტეს ამბებზე მე აყოლებდნენ ისტორიულ კონტექსტს და პირდაპირ მომდენო აი უნდილაძე რა ეს ხოთე რო გესმის რა და ისტორიას იხსენებდნენ რომ ირანის გენერალმა უნდილაძემ ჰორმუზის სრუტე რო დაიბრუნა ესპანელებისგან და ეს უნდილაძის ისინი ძეგლები და ისინი დგას ყველგან თელ ქვეყანაში აწერია ყველით უნდილაძე თან ეხლა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ატრიალებდნენ ამას თან ტელევიზიაში და ჩემთვის ახლა ძალიან ის იყო რა ქვია საინტერესო ეს ამბავი და თეირანში არის კიდე საერთოდ ნახავთ მაგალითად ყაჯარების დროს იყო ქართველი პრემიერ-მინისტრი ეს დაგატარებენ და განახებენ რომ აი ეს ამის სასახლე იყო ეს შვილებს აუხსშენა ეს იქით და ისეთი მემკვიდრეობაა რა ეს მსუყე მემკვიდრეობა გვაქვს ეს კვალი გვაქვს დატოვებული იქ შიგნით და შესაბამისად ეს ხალხი ანუ ეს ამის თქვა მინდა მოკლედ რომ ეს ხალხი არ
გზნობს თავს იქ შიგნით, რომ რაღაცა 400 წლის წინ მომხდარი რაღაც ფეოდალური სამყაროს რაღაცა კატასტროფა რამე კავშირშია დღევანდელობასთან, იმიტომ რომ ამ 400 წლის მანძილზე მათ იქ თავი დაიმკვიდრეს გლეხობაშიც, ელიტაშიც, სამხედროებშიც, მუფტებიც არიან ეთნიკური ქართველები, ანუ რელიგიური ლიდერები. ისინიც და საზოგადოების ყველა შრეში და პროპორციულად, ანუ პროცენტი რაც არის მთლიანი მოსახლეობის, საკმაოდ მსუყეთი იყო ისტორიულადაც და დღესაც წარმოდგენილი პოლიტიკურ ელიტაში. სხვა შორის ნელ-ნელა გაგაცნობთ ირანის დღევანდელ მთავრობაშიც არიან ძალიან მაღალ ჩინოსანი ქართველები. რომელთა თხოვნითაც სხვათა შორის ეს იგი ერთ-ერთ ტელევიზიას ინტერვიუს ვაძლევდი და ჩემი წინა გამოსვლელი იყო ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და ესე მოვიდა და კორესპონდენტი მოვიდა ჩემთან და როგორც უცხოელია და პირდაპირ ინგლისურად გადმოვიდა რა და იმან მთხოვა რომ ერთი თქო გაჩერდა ჩემთან მოვიდა შენ ხო ქართველი ხარო? კიო მეთქი კი თქო მეც ქართველი ვარო. ხო ქართულად მელაპარაკება თან ან მართლა მაღალჩინოსანს ელაპარაკ. და ესე მე ამ იმას შეუტრიალა და მე ჟურნალისტი ვარ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ინგლისურად რომ ქართულად ილაპარაკოსო, რომ ხალხს გაუხარდება ქართული ენის მოსმენაო და ნუ ალაპარაკებთ ინგლისურად და მეთქი ხო რავი ისე ჩემილია და ეს თქო და იმ ჟურნალისტმა ხო ეგრევე თქვენ ინგლისურად ილაპარაკეთ, ქართულად ილაპარაკეთ და მე რომ ისა და მოკლედ ესე ამით იმის თქმა მინდა რომ ეს ხალხი არ გზნობს თავს რომ 400 წლის წინ მომხდარი რაღაცა ფეოდალურ სამყაროში რაღაცა სოციალური ინჟინერის ფონზე ანუ ეს ხალხი არ გზნობს თავს მაგალითად როგორც შავკანიანები ამერიკაში რომ რაღაც მონებად წაიყვანეს და აგერ 70-იან წლებამდე დაჭირდათ რაღაცა ელემენტარული აგერ მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე რაღაცა ელემენტარული ადამიანური უფლებების ბრძოლა ანუ ასე არ გზნობენ თავს გზნობენ აბსოლუტურად ინტეგრირებულად ისტორიულ კონტექსტშიც და თანამედროვეობაშიც რა. უბრალოდ ხვდებიან რომ მათი იქ გადასახლება იყო ფეოდალურ სამყაროში საქართველოს სამეფოს დასუსტების პოლიტიკა და არა ის რომ ამ გამოხსნა რომ დომებოდა ვიღაცას ვინ ჩაიყვანდა და ფერეიდაში სახლებში ნაუშენებდა და ვინ კომპაქტურად რატო ჩაასახლებდნენ ხო? ანუ სხვა რაღაცა მოხდა საერთოდ იმ დროს. და ეს რაღაცა რაც მოხდა ავად თუ კარგად ეს ხალხი არიან სულად ინტეგრირებული. და მე თანაუგრად დაგვავიწყეს თვითონ ეს ბევრი არის ის თანამედროვე ირანის მოწყობა რაც არის. ანუ თანამედროვე ირანი შედგება მრავალი ეთნიკური რეგიონისგან. ფერეიდანი ახლა ძალიან პატარა რაღაცა მათ შორის, ანუ ქურთისტანი, აზერბაიჯანს ქვევიდან ესაზღვრება, სამხრეთ აზერბაიჯანი, დასავლეთ აზერბაიჯანი, ირანის ნაწილები რა. შესაბამისად, როგორც თქვა რუსეთი ცოტა კიდე სხვა მაგალითია, მაგრამ აგერ სამეზობლოს მაგალითს მოვყავთ. რუსეთში ხო არის აი რუსკი და რასიან, ხო? ანუ რუსეთი არის ფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც შედგება ბევრი რესპუბლიკებისგან, ხო? და ეხლა რუსეთის ფედერაციაში ბევრად პრობლემურია ეთნიკური საკითხი რა, იმით თავის ჩეჩნეთით, ინგუშეთით, იქით ტატარსტანით და ასე შემდეგ. აქ ეგ არ არის. ირანის სიტყვა ნიშნავს რას? ანუ ირანი შედგება სპარსელებისგან, სომხებისგან, ქურთებისგან, არაბებისგან, ბევრი იმისგან. გასაგებია რომ ეთნიკური უმრავლესობა არის სპარსელი. თვითონ ირანის სიტყვა არის ძალიან ახალი გაჩენილი, რაც საუკუნე ეს არ იქნება ალბათ, რომელიც ნიშნავს, ანუ სპარსეთს გადაერქვა ირანი, რომელიც ნიშნავს სიტყვას ვთქვით, რომ გადავთვალოთ, ნიშნავს არიელების ქვეყანას. და ანუ ესე იგი ქართველი, სპარსი, სომეხი, ქურთი, ყველა არის ერთად ესე იგი არიელი და მერი არის ეთნიკურად ქართველი, სპარსი, სომეხი, ქურთი, რაღაცა. აი ეს პრინციპი, ანუ არ არის ის, რომ სპარსეთი არ ქვია ქვეყანას რეალურად. ანუ დომინანტური ეთნიკური ჯგუფი ვინც არის, ის არ ქვია ქვეყანას. ეგ ერქვა, ეგ გადაერქვა იმის გამო, რომ ქურთსაც, ქართველსაც, სომეხსაც, ავღანელსაც და ვიღაცასაც თავი იგრძნოს ის ერთია ნაწილად თან ეს რაღაცა ჩვენ სხვათა შორის ეს შევამჩნიე რა იცი გინდა კარგი გაგებით და გინდა ცუდი გაგებით როგორ თქვა ხანდახან ეს როგორ თქვა სიამაყე რა ერთის მხრივ კარგიც არის რომ მაგალითად ანუ აი არის ხალხი რომელიც თქვა მთავრობის მხარდამჭერი კონსერვატიული რელიგიური რაღაცა და ეს სიამაყე აქ რა რომ აი ჩვენ ამერიკა ვერ წაგვაქცევს და პირიქით იქით დავამხობთ ისრაელს და ასე შემდეგ მაგრამ მე კიდე მეორე ხარ თქვა ოპოზიცია რა
იმასაც აქვს ეს რომ ჩვენ მაგრები ვართ და კარგები ვართ რა, იმიტომ რომ ეგეთ რაღაცას გეუბნება რომ კაი გავიგე და ვიცი და ხედავ ამერიკა რას აკეთებს თელ სოფლიოში, მაგრამ ჩვენ ხო ეგეთი მაგრები ვართ რომ ჩვენ მაგას აქ არ გავაკეთებინებთ. მე პროსტა ხელისუფლების შეცვლა მინდა. მე ხდე და მე იმას რომ უნდა უხსნა რომ აი შვილი ეხა შენ კი არა ისეთები ჩაუტარეს თუ რაღაცა რომ მონაგონია აქ იქნება ავღანეთი გაშლილი 1-2 საუკუნე ვერც მოხედვასაც ვერ მოასწრებ უკან თუ რაღაცა. ანუ ეს რაღაცა ცოტა პოეტურ ნაივური მიდრეკილება არსებობს სამყაროსთან. ნუ ზოგადად ეხა ეგეთი ერი არის, იმიტომ რომ მახსოვს ეხა ამ ომის დროს ერთ-ერთი შთამბეჭდავი იყო რაღაცა ეხა მედიას ხო ეცნობი და ერთ-ერთი სამხედრო გენერალი რომელიც მოკლეს იმის 2 დღით ადრე დაწერილი რაღაცა წერილი აღმოაჩინა. ეს რა და ანუ ახლა სამხედრო გენერლებიც რო ლექსებს წერენ ახლა ხო ხდება და რა ჩიგნით რა ხდება და იმის წერილი იყო ეგეთი რომ ეს კი დამამახსოვრდა ადრე რომ ესე იგი ცხოვრება საშინელება არისო იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა მიიღო მაინც არაფერი დაგრჩებაო მაგრამ ეს არის ცხოვრების სილამაზესო რომ რაც არ უნდა დაკარგო მაინც არაფერი დაგიკარგავს და ხოზე აი ესეთი რაღაცა ქვეყანა რა მე ესეთი მიდგომები აქვს ესეთი აზროვნები აქვს ისეთი კონსერვატიულიც არა კონსერვატიულიც ხელისუფლების ხარდაჭერი თუ არა ხარდაჭერი და ასე შემდეგ. ამიტომ მე პირადად მიმაშენ ხა თავშივე შესავალშივე კი ვთქვი რომ ანუ აი რა პერსპექტივიდან ვსაუბრობ თქო მაგრამ კიდევ ერთხელ ბოლოსკენ ფინალისკენ ხაზ გავუსვა ამას რომ სამყაროში ზოგადად თითზე ჩამოსაცვლელი უძველესი ცივილიზაციების შემოჭით როგორც არის ქართული ცივილიზაცია როგორც არის სპარსული ცივილიზაცია როგორც არის კიდევ ბევრი სხვა და არა ეს 2 და 3 საუკუნის გაჩენილი ხალხი და ასე შემდეგ. არასდროს არ მემეტება ეს ხალხი, ეს ქვეყანები და ეს ცივილიზაციები იმისთვის, რომ ვიღაცა ამერიკის პრეზიდენტი გამოვიდეს და თქვას, რომ მთელი ცივილიზაცია მოკვდება ერთ ღამეში ისეთ ბომბებს ვესურით რა. აი ეს არის და მიკროფონს გაგიჩა რამდენიმე წამის თორე საშინელი ხმა ისმის. თურმე ისეთი ძალიან კონკრეტული კითხვა არ გაქვს, საათნახევარი ეთერში ვარ და კარგი შეკრული გამოვა იმისთვის, რომ თქვენ დაეზაროს მე ყურება. ეგ მინდა და ზუსტად შეკრას ვაკეთებ ახლა. ნახე, რა მინდა და მეთქვა. პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრა. პატარ-პატარა ინტერვიუები და რაღაც ჩართვები გქონდა შენ ჩამოსვლის შემდეგ, მაგრამ ესე სულ ყოფილად მე მგონი, სადაც გაშალე ყველაფერი თემები, წასვლის დღიდან შეგჭამე, იქაც არ გასვენებთ. არჩიბალ სრულყოფილად აქ უნდა იყოს თქო არაერთი კომენტარი დაიწერა და მინდა გთხოვო ამასაც ხაზი გაუსვათ მე გიცნობ იქედან სანამ როგორც არჩიბალდ მეკეში ესე შენი ზედმეტ სახელი არის ხო ხო და მაყურებელს ქონდა კომენტარებში კითხვები ძალიან ბევრი რომ რა ქვია ამ ბიჭს და ნამდვილი სახელი და გვარი რა აქვს და ესეთი ადგინას რომ გააკეთო და რატომ არჩიბალდი, იმიტომ რომ კავშირშია იმ ყველაფერთან, თუნდაც იქ ირანში შენს ჩასვლასთან, თუნდაც ბაბუის წიგნის იქ ჩატანასთან და პატარა რეზიუმი ამასაც გაუკეთეთ და მე უკვე დავიშვიდობოთ ერთმანეთს. ну რადგან ეს იგი საინტერესო ხალხს ეს იგი მოკლედ ვიტყვი რომ იმიტომ კი რომ რამე დასამალია უბრალოდ არ არის წესი რა როცა ადამიანი ფსევდონიმს იყენებს რომ იმას კითხო შენ პასპორტში გიწერია თუ რაღაც ახლა აკა მორჩილაძეს ხო არ ეკითხებით ახლა რა ხო აკა მორჩილაძეს ხო არ ეკითხებით ახლა რომ ნამდვილი სახელი რა არის შენი და ასე შემდეგ ხო ახლა ბევრი ყავს საქართველოში ეგეთი ფსევდონიმით ადამიანი ხო არ არის პრობლემა მოზრდით ახლა მაგას უჩემოდაც რა თავარი არის რა რომ რატო ავიღე ეს პერსონაჟი იმიტომ რომ მე ადამიანი რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი დიდი აკადემიური მუსიკალური ფესტივალის და რაღაც მომენტში შევწუხდი მთელ ამ ქვეყანაში რა ხდება და როგორც ყველა ადამიანი რაღაც პოლიტიკას საუბრობ და მე ახსნა ვეღარ მოუძებნე ვერაფერს დავიწყე პოლიტეკონომიის შესწავლა იმის ამის რომ აი დღეს რა ცოდნითაც მიყურებთ რომ ეს მიმეღო რა მე თვითონ 4 წელი ვიმუშავე ჩემ თავზე რაღაცა თან ისეთ პერიოდი მქონდა რომ ძირითადად სახში ვიყავი და როცა გადავწყვიტე რომ აი პოლიტიკისკენ გადავალ თქო რა მაინც არ მოვწყდი დიდად ხელოვნებას და ესეთი რაღაც გადავწყვიტე რომ გველის პერანგი არის რომანი გრიგოლ რობაქიძისა ჩემი დიდი ბაბუის სადაც ნუ ეს მოკლე შინაარსი არის ესეთი რაღაცა რომ ემიგრაციაში ქართველობა დაკარგული ქართველი ანუ არჩილ მაყაშვილი გადაკეთებულად არჩიბალდ მეკეში ეძებს ქართულ სულსა და ფესვებს და იწყებს მოგზაურობას მამლუქებთან ირანში
ახლო აღმოსავლეთს რასაც ვეძახით ჩვენ. და იქ მთელი კონცეფცია ხო არის იმაზე აგებული, რომ ანუ ქართველობა დაკარგული ქართველი როგორ ეძებს საქართველოს და ქართულ კულტურას. ხო და მე ამის რეინტერპრეტაცია მოვახდენი როგორც სახელოვნებო კურატორმა, ჩემი აზრით მოხერხებულად, რომ არჩიბალდი არის საქართველოში და ეძებს უკეთეს საქართველოში და ეს ჩემი სლოგანიც ხო არის ყველგან ხომ იწერია უკეთეს საქართველოს შესაძლებელია. ანუ როცა ვეღარ ამოხსენი რომ ანუ აი ბანკი ესე რატოა, ჯანდაცვა ესე რატოა, ხელფასი ესე რატოა, ხალხი რატო შემშილობს, იმას ის ცუდად რატო არის, დემოგრაფიული პრობლემები რატო არის, ეს რატო რაღაცა, მე დავიწყე ამ უკეთესი საქართველოს ზებნა საქართველოშივე რა და მგონია რომ ბაბუასაც ძალიან გაუხარდებოდა რომ მისი წიგნის ეს ინტერპრეტაცია გავაკეთე პოლიტიკურ აქტივიზმში, იმიტომ რომ რავი, ხა ბაბუას რო არ იყოს, ხა ნებისმიერი მწერლისთვის ხა ძალიან დიდი საჩუქარია ეგ რომ მის ნაწარმოებს ვიღაცა აიღებს და უბრალოდ რაღაცა აქტივიზმად გადააქცევს და ასე შემდეგ ხო რა თქმა უნდა. კარგი და შთამომავალი ყავს მინდა აღნიშნო. მადლობა სტუმრობისთვის არჩიბალდ და დღევანდელი ესეთი შემდგარი მსუქე საღამოსთვის მაყურებელიც მადლიერია. ესე რომ გავაკეთე, ეს კი ცოტა ჯერ კიდე იქავარ ჩარჩენილი, რომ ის ჩამორთმევაზე მეტად არის ირანში რა იცი, ყველას დიდ პატივისცემად რა იცი, მე თვლევა იცი, გულზე ხელს იდევენ რა, რომ ანუ აი მთელი გულით მადლობას გიხდით, მთელი გულით რაღაცა ისა და ეს ბარემ ამასაც პატარა ხალხიდან დანახულიო და ეგ არის, აი ესე აკეთებენ სულ. ძალიან დიდი მადლობა და დროებით დაგემშვიდობები, რაღაც დროს კიდე აგაციოგებს სხვა თემებზე. მადლობა და დროებით. მადლობა ხალხო ყველა ვინც გვიყურებთ და ჩანაწერსაც ვინც ნახავთ.